ძალიან კარგად ვიცი რა მინდა, ძიება თითქოს დავასრულე. მე ვიცნობ შენი 6 წლის წინანდელ ვერსიას. კლაბერი, გართობა, ხმაურიანი, ესეთი აჯანყებული. 16 წლის ასაკში შემოიჭრა ჩემში სულიერება და იგი იყო ტრილერი, დრამა, კომედიაც. ინტელექტუალურად განვიხილავდით, რატო არის მაგარი, როცა ღმერთის არ გწამს. ვეუბნებოდი, რომ არსებობს ღმერთი. არასწორები ვიყავით. ნატა ბულეიშვილი, პირადი განვითარების მენტორი და საავტორო კურსის შემქმნელი. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მენტორი საქართველოში. 5 წელია ადამიანებს ეხმარება სიცხადის სიმამაცისა და შინაგანი თავისუფლების პოვნაში. ბიბლიოთერაპევტი, რომელიც აზიარებს მნიშვნელოვან წიგნებს, როგორც ცხოვრებისეულ გზამკვლევს. დღეს ნატამ თავისი მენტორობით, საჯარო გამოსვლებით და კონტენტით ცხოვრება შეუცვალა ასობით ქართველ ახალგაზრდას. ივენდო სამყაროს. ვაუ, წვლილის შეტანა. წვლილის შეიტანა ჩემს განვითარებაში. 2 წელი იცოცხლა, აღმოჩნდა, რომ აქ კიბო, რომელიც არის განუკურნებელი. ესეთ ეტაპზე ვარ, სადაც ყველაზე მეტად მინდა წვლილის შეტანა. ადამიანს არ შეუძლია თავის ბუნების მიღება. და მეც ეგეთი ვიყავი რაღაც ხრივ რა. ამხელა ცვლილებების შეტანა შემიძლია სხვა ადამიანებში. გულმა იცის რა უნდა და გონება აკეთებს. ეთერშია კაცმანის სხვა პოდკასტი. დღეს ყავს ზვირფასი სტუმარი. ზვირფასი როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც თანამოაზრე, ასე მგონია. თანამოაზრეები ვართ ჩვენ. და ჩვენ გვაკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა, მეგობრობას და მე ესე ნატას გზაზე, ჩემთან სტუმარი არის ნატა ბულეიშვილი, არის საავტორო კურსის მენტორი პირად განვითარებაში, რომელსაც ქვია გარდასახვა. ეხა ეს ისე მოკლედ, თორემ ნატასთან ვისაუბრეთ ბევრ რამეზე. გავშლით ამ თემას აუცილებლად და მე ვაკვირდები შენ გზას აწი უკვე როგორც თქვა თანამგზავრი და მეგობარი და გულშემატკივარი და ვუყურებ რომ კონტენტსაც ბევრს ამზადებ, კურსის გააკეთე და რაღაც წერტილში ხარ დღეს, რა ქვია ამ წერტილს დღეს, როგორ დახასიათებ? დღეს ვარ იმ წერტილში, სადაც ძიება თითქოს დავასრულე, რაღაც ეტაპის ძიება დავასრულე. ძალიან კარგად ვიცი რა მინდა. ყოველ შემთხვევაში მომავალი რამდენიმე წელი, იმის იქეთ ვეღარ ვხედავ. და ვარ აქტიური შენების პროცესში პირველად ცხოვრებაში. რა რასაც ვაკეთებ, ის არის რაც მინდა. ეგეთ ადგილას ვარ დღეს. და რა გინდა? ამ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებ, შიგნით ყურება, მე სულ ასეთი ტიპი ვიყავი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არ ვჩანდი სოციალურ ქსელებში და საერთოდ სხვა სექტორში ვმუშაობდი, ტექნოლოგიებში, სულ მაინც ჩემი მთავარი ფოკუსი იყო, შიგნით ჩახედვა რა ხდება ჩემს შიგნით. რას გრძნობენ ადამიანები, რატომ ვართ ბედნიერები, რატომ ვართ უბედურები, რა გვაწუხებს, აით მივდივართ. ეს კითხვები იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რატო გახდა ეს თემები შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? სხვა შორის სანამ აქამდე მოვიდოდი, ვფიქრობდი რა იყო ესეთი გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. და ისულ მახსენდება ირაკლი რა, ირაკლი, არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა, გიყვებოდი ხოლმე ირაკლიზე. მაყურებელმა არის იშვიათად, ხო, რა თქმა უნდა, იშვიათად, რომ ვიღაცა მეორე ადამიანმა მოახდინოს სხვა ადამიანზე ამხელა გავლენა, რა, როგორც ირაკლი მოახდინა ჩემზე და ირაკლი იყო დედაჩემის მეუღლე, რომელიც გავიცანი მე როცა ვიყავი 6 წლის. და გამიწია მამობა, მე ხა ბიოლოგიურ მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ერთად ცხოვრობდით და საინტერესო ის არის, რომ დედაჩემი უკვე ძალიან პატარა არის, ეხლა არის 45 წლის და ირაკლი იყო დედაჩემზე კიდე რამდენიმე წლით პატარა რა, მე რო ვიყავი 6 წლის, ის იყო 22-ის ალბათ, 21-ის და უფრო პატარა დაჟე და უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ისე მოხდა, რომ მოკლედ ძალიან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში, ჩემს ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
მატერიალურადაც სულ გვერდში მედგარა და მე რაღაც უცებ ერთ დღეს რაც მუხლები ატკივდა, ექიმთან დიაგნოზზე წავედით და აღმოჩნდა, რომ აქ ესეთი კიბო, რომელიც არის განუკურნებელი რა 27 წლის ასაკში და მე მაგ დროს ვიყავი უკვე 14 წლის და ნუ აი 2 წელი იცოცხლა, მაგრამ აი ეს 2 წელი ჩემთვის იყო, აი როგორი გამოცდილება, იცი, მაგას ფულით რო ვერ იყიდი რა. აი რა კურსიც არ უნდა გაიარო, როგორი კოუჩიც არ უნდა იყვანო, როგორ უნივერსიტეტიც არ უნდა იარო, აი მე იქ რაც ვნახე, აი თვითონ ამ ადამიანმა რა გზა გაიარა რა თავისი თან როგორი ტიპი იყო, იცი, ზოგადად ადამიანს, როდესაც ეგეთ მძიმე დიაგნოზს უსვამენ, როგორც წესი ეს ადამიანი გადის რამდენიმე ეტაპს, რა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რაც მიუღებლობა, შიში, ბრაზი, მერე შეიძლება შეეგუოს და ბოლოს შესაძლო მადლიერებაში წავიდეს რა, რომ რა კაი იყო, რომ ცოცხალი ვიყავ ეს შემდეგ და ირაკლის შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ყველაფერი გამოტოვა და ეგრევე გადავიდა ბოლოში რა. ეგრევე გადავიდა რაც მადლიერების სფეროში და ნუ აი მისი ამ ტრანსფორმაციის ყურება და ძალიან ისეთი აღმოჩნდა ჩემთვის ესეთი გამოცდილება, რამაც მე დამანახა, ვინ არის სინამდვილეში ადამიანი რა. და რა პოტენციალი აქვს ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი 2 წლის შვილი ყავდა ჩემ გარდა, ხო ხვდები, ახლა იწყებდა ცხოვრებას, მე ხა ვარ 27 წლის, ზუსტად ჩემ ხელა იყო რა, როცა დიაგნოზი დაუსვეს და ხვდები სად იყო. ეხა იწყება. ეხა ხვდები შენ სად იყო? ეხა ხვდები, იმიტომ რომ ეხა იწყება. აი პირველი კითხვა ხო ეგ იყო, რომ აი რა წერტილში ხარ, ეხა ვიწყებ რა. მე კიდე იქნება პერიოდი, როცა თავიდან დავიწყებ, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველად ვარ ზრდასრული და ჩემით რაღაცას ვქმნი და უკავშირიც მაქვს ამ ყაროსგან, რომ გამოგდის. რა ეს პირველად ხდება საერთოდ და ის ფიქრობ, რომ კიდე ჩემზე უფრო ნიჭიერი და ჭკვიანი იყო. დედა ჩემიც ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ერთად რო სწავლობდნენ, ეს სულ უფრო კარგულებს იღებდა რა. და ბავშვობაში ესე ჩამეპეჭდა, რომ მაგაზე ჭკვიანი არავინ არ არის და მოკლედ ირაკლი აღმოჩნდა, როგორც ინტელექტით ძალიან ჭკვიანი, ასევე ძალიან სულგრძელი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით მე დამანახა, რომ ყველაზე ღირებული რაც გვაქვს, არის სიცოცხლე. და ყოველდღე უნდა ვიყოთ იმით ბედნიერები, რომ გვაქვს ეს საჩუქარი რა, იმიტომ რომ ის რო იღვიძებდა ერთ-ერთი რამ რაც უნდა და იყოს სიცოცხლე, რაც ჩვენ ნაჩუქარი გვაქვს რა, ფაქტობრივად ყოველდღე და არაფრად არ ვაგდებთ და ეთყობა თან ეს ისეთ ასაკში ვნახე, როცა ხო იცი ყველაფერს ისრუდავ რა. მაინც მაინტერესებს ახლა მე არა მაქვს ეს გამოცდილება და აქედან გამომდინარე ვიცი ნებისმიერი გამოცდილება რაც არა მაქვს, რაც მაქვს იმაზეც ვეკითხები, ეგება განსხვავებული გამოცდილება აქ ადამიანს მაგრამ როცა მშობლები დაშორდნენ, როგორი იყო შენთვის ეგ და ირაკლის გამო შემოსვლა შენ ცხოვრებაში როგორი იყო, ანუ როგორ რაღაცა მომენტში ირაკლი შენ და ირაკლის შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა როგორც ხვდები და ბონდინგი, მაგრამ მანამდე როგორი იყო, ანუ რა გზა იარე სანამ ეს ტრანზიცია მოხდა? სხვათა შორის ესეთი კითხვა, ბოლომდე ბონდი არ ჩამოყალიბდა ჩემ და ირაკლის შორის, იმიტომ რომ მე სულ უცხოდ გრძნობდი სახლში თავს რა. ეს იყო ერთ-ერთი გულდაწყვეტა, რაც მეც მქონდა და მასაც გარდაცვალებისას, რომ აი მე და ანტას შორის რაცა ვერ მოხდა ის ჯანსაღი დაკავშირება. იმიტომ რომ მე 1 წლის ვიყავი დედა და მამა რო დაშორდნენ და მას შემდეგ აღარ ვნახავთ ერთმანეთი რა, საკმაოდ გაიყო ოჯახური. სრული სეპარაცია მოხდა? სრული სეპარაცია, ნოლი კავშირი, ერთ-ერთი გადაკვეთის წერტილი ვიყავი მეც და ისიც რაღაცა ორივე მხრიდან იგრძნობოდა დაძაბულობა მეორე მხარის მიმართ რა, რაც ჩემში რაღაც კონფლიქტს იწვევდა, შინაგან კონფლიქტს და ირაკლი რო გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, ნუ შემოვიდა ძალიან ისეთი ხალისით და სიყვარულით და თვითონ ყველანაირად ცდილობდა, რომ სადაც ლიკას წაიყვანდა დედა ჩემს მეც წავეყვანე და ყველანაირად ინტეგრირებული ვიყავი, მაგრამ აი გარდატეხის ასაკი რო დამეწყო, ხო, 12-13 წლისას და დედა ჩემთან რო დამეძაბა ურთიერთობა, იმიტომ რომ რაც ბავშვობის ტრაუმები, ხო იცი, მაგას აქში ამოდის და რაც რო ავუჯანყდი დედას, აი მაგ დროს ირაკლიმ ვერ აღიქვა რა ხდებოდა, იმიტომ რომ თან მე არ ვიყავი მის ბიოლოგიური შვილი და ალბათ ჩაერთო ის მომენტი, რომ თავის ცოლი უნდა დაეცვა
და ჩემი მიმართ გაუჩნდა პროტესტი და მე ვიგრძენი რა, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ უთქვამს და და შენ აღმოჩნდი და ვინი ისე ისმინები თითქოს შენ იყავი მარტო. ძალიან მარტო ვიყავი კი. აი ხა მაგის თქვა მინდოდა რომ სახლში ვქონდა ერთი საძინებელი და სულ იქ ვიყავი რა. გამოდიოდი საჭმელად, იქაც არ ვჭამდი, თებშები შემქონდა ხოლმე რა საძინებელში და მახსოვს ერთხელ მეზობელმა მკითხა რა, ეთქობა გარედან ხედავდა რომ სულ შუქიენთო ჩემ საძინებელში და სულ შენ საძინებელში რატო ხარ? ვიცი მასულს რო დაგაჭერენ და კი, ნუ ეს მარტოობა ის იყო ჩემი, რა ვიცი, დამღა, არ ვიცი ხო. ინცებში აკრა იყო კი. მე შეგიყვარდა მარტოობა. ხო, ეხლა დღეს ძალიან მიყვარს მარტოობა. მარტო თუ არ ვატარებ დროს მარტო, აი ხა დღესაც რომ მოვდიოდი, არ მქონდა რა შესაძლებლობა ეს ბოლო დღეები რომ გამომარტოვებულიყავი და ის მაგ ცოტა ფორი აქი რა, იმიტომ რომ მარტო რო არ დავალდებული რო არ ვარ რაღაცა გარე იმას უპასუხო რა, სტიმულებს ან კითხვებს ან მაგ დროს ჩავდივარ შიგნით რა და მარტო რო ყოფილიყავი, კარგად დავფიქრდებოდი, სად მივდივარ, რატომ მივდივარ ამ პოდკასტში, რა არის მნიშვნელოვანი და ეხა ამის დრო არ მქონდა და ეხა ამ მომენტში ვაკეთებ რა მაგას. პირველ რიგში შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს ცოტას გადავახვევ, იმიტომ რომ ნატა როგორც მე მახსოვს ეხა იმ გზაზე, სადაც მე და შენ შევხვდით, შენ იყავი. ნუ პირველ რიგში ეხა რო ზის ადამიანი რომელიც ალბათ თავარი მე გეუბნებოდი სანამ პოდკასტს სანამ კამერები ჩაერთებოდა რომ ეს კლაბერი გართობა ლამაზი გოგო ხმაურიანი ესეთი აჯანყებული რომელიც თან აუჯანყდა თავის ოჯახს ანუ ეს გემო ჯერ კიდე მოყვებოდა მე რო გაგიცანი ანუ იმ წერტილში ჯერ კიდე მოყვებოდა ეგ გემო ანუ ჯერ კიდე შენში ეს პალიტრა იმ ფერების ჯერ კიდე ცოცხალი იყო შენში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახსოვს შენი მონაყოლი გინდა კლუბზე, გინდა ალკოჰოლზე, გინდა დრაგებზე, ყველაფერზე, ანუ საკმაოდ ისეთი ცხოვრები ცხოვრობდი შენ, მოდი ისე ვთქვათ, ბოჰემური, არ ბოჰემურია, სრულყოფილი ალბათ, ხო? ანუ რასაც მადრიდს აყიდის ეხა რომ რა ვიცი ეხა აი კაი ცხოვრება რასაც ქვია, ხო? აი კაი ბევრი გართობა უცხოეთში სწავლა, შენ წახვედი ამერიკაში სასწავლებლად ფექსი პროგრამით, როგორც მახსოვს, ანუ სკოლა ამერიკაში გადამთავრებული, ხო? მე ესპანეთში იყავი, ხო? ანუ ევროპაში იყავი რაღაცნაირ, ანუ აი რაღაცა კლაბერი, აი ესეთი გართობა რაღაცა და ბახდა პიროვნული განვითარება და ტრანსფორმაცია და რა მოხდა ეგეთი? მოდი ესე ვთქვათ, ეხა პარემ გადავიკითხავ კლასიკოსებს. რა მოხდა შენ ცხოვრებაში, რამაც ესე რა ვიცი, რუჩნოა მოგიწია და დაგაფიქრა, რომ ეგება ეს არ არის ის გზა, რაზეც უნდა იარო, იმიტომ რომ ხა ასეთ ხოძე რო ხარ, ასეთ ვიძე რო ხარ, ამდენი მოთხოვნა რო არის შემხრივ ბიჭების ყურადღება, რაღაცნაირი, აი ყველაფერი გაქვს. და რატომ უნდა მოგინდეს ცვლილება, რატომ უნდა მოგინდეს შიგნით ჩახედვა? ეხა ხო შეიძლება ბევრისთვის ხო ახლა ხო და ბევრისთვის ეხა ვინც გვისმენს და გვიყურებს მე მგონი მნიშვნელოვანი კითხვა არის იმიტომ რომ TikTok-ი და Instagram-ი გვეუბნება რომ უკეთესად გამოიყურებოდა უფრო ვარჯიშობდი უფრო კარგად გამოიყურებოდა უფრო მეტ კლუბში იყო და მეტი ფოტო გადაიღო და მეტი ფოტო დადო სამყარო მანდარი ხო შენ რო გამიცანი და ეგ კლუბინგის პერიოდი და გართობის პერიოდი იყო უკვე მას მერე რაც მე დაინტერესებული ვიყავი უკვე სულიერებით მე როგორც გითხარი ეს ირაკლი რო გარდაიცვალა 16 წლის ასაკში შემოიჭრა ჩემში სულიერება მანამდე სანამ საერთოდ ეგო ბოლომდე მექნებოდა ჩამოყალიბებული როგორც ეს პირიქით ხდება ხოლმე ხო აი შენ შემთხვევაში ადამიანი რა ძალიან ბევრს აღწევს ეგოს მიყვება ბოლომდე ხო რაც კარიერაში წარმატება ოჯახსაც ქმნის ახსაც ყიდულობს და რო ხვდება რომ მაინც არ არის ეს ყველაფერი საკმარისი რაც მე ეძებს ხოლმე სულიერებას რა და მეც სავარაუდოდ იგივე გზას გავივლიდი ირაკლი რო არ გარდაცვლილიყო და ირაკლი რო გარდაიცვალა ამას ხა ძალიან იშვიათად ყვები ხოლმე ან ჯერ აქ რო ყვები მაგრამ
მოკლედ გარდაცვალების დღეს ვიგრძენი, ჩავფრინდი მე ვენაში მკურნალობდა ირაკლი და რაც ისე მოხდა, რომ გამოუშვა დედაჩემი, საქართველოში წადი დაისვენეო რა, იმიტომ რომ 2 წელი არ მოშორდა დედაჩემი, წადი დაისვენე რამდენიმე დღე და ჩამოდიოდა. ისე დაემთხვა, რომ დედაჩემი რომ ჩამოვიდა თბილისში, მეორე დღეს დაგვირეკეს ავადმყოფოდან, რომ კვდება და დროზე უნდა ჩამოფრინდეთ ვენაში და მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ ვიზები გვჭირდებოდა რა, ევროპაში წასასვლელად და მე მეგონა რომ არ მქონდა ვიზა. ჩავიხედა პასპორტში, ზუსტად იმდენი დღე იყო დარჩენილი, რამდენიც გვჭირდებოდა, რომ ვენაში ჩავსულიყავით, გავიქეცით, ჩავედით. აი, ეგ 24 საათი იყო ჩემთვის, აი, ერთხელ შენ მითხარი რა, აი, რა ჟანრი აქვს შენ ცხოვრებასო, რა, ეგ რომ მკითხე და ეგ იყო ტრილერი, დრამა, კომედიაც რაღაც ხრივ, რა, აი, ყველაფერი, ყველაზე ინტენსიური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თვითფრინავში ვზივართ, მე და დედაჩემი და ის ნეტა ჩამოვარდეს, თელიქსა მაგას იძახის რა, საერთოდ ვეღარ აღიქვავს რა, რომ გვერდით არასრულწლოვანი შვილი ყავს და იმას ყურადღება სჭირდება ან რამე და მოცულია თავის მოცულია კი და მესმის ძალიან კარგად. მოცული იყო დიაგნოზის პირველი დღიდან და გარდაცვალების მერეც რა, იმიტომ რომ მერე იწყება დეპრესია რა, მანამდე არის ბრძოლა და მერე იწყება ნამდვილი ღრმა დეპრესია რა. ხო და რო ჩავფრინდით ვენაში და ტაქსში რო ჩავსხედით, მაშინ დამატო მახსოვს რა, ხელი ხალზე და მითხრა რომ შენ ახლა ამას არ უნდა ხედავდე, ძალიან პატარა ხარ ამისთვის, მაგრამ მიცოდე ყველაფერი კარგად იქნება რა, ეგ მახსოვს ძალიან ისე. ხო და ირაკლი რო გარდაიცვალა რა, რაცა უცნაური შეგრძნებები მოვიდა ჩემთან რა, ესე ხა 10 წელზე მეტია გასული და ზოგჯერ მგონია ხოლმე ეს რომ რაღაც მომელანდან არ იყო რა სინამდვილე, მაგრამ რაღაცები დავინახე ირაკლისაც და სინათლეც დავინახე შარავანდადივით, იმიტომ რომ ოთახში რო იწვა უკვე ბოლოს გათიშული რო იყო რაღაცნაირად კაშკაშებდა და ეს მე ზუსტად ვიცი რომ დავინახე ფხიზელი ვიყავი, ბავშვი ვიყავი. და აი რაღაცა შემსუბუქება ვიქცენი ისეთი სასწაული, რომ გრძნობდი ვიღაც სხვა ადამიანის არსებობას რა და მე ისეთი წრე მყავდა ზოგადად საქართველოში მეგობრების, რომ ათეიზმი იყო მოდაში რა, აი მე და ჩემი კლასელები რაც ინტელექტუალურად განვიხილავდით, რატო არის მაგარი, როცა ღმერთის არ გწამს რა, რაცა ეგეთი ბექგრაუნდიდან მოდიოდი და რო დაუბრუნდი მე ამ ბავშვებთან საქართველოში პანაშვიდები რო იყო ხო მოდიან შენი კლასელები რა სანახავად და მახსოვს რომ ვეჯექი წინ და გაგიჟებული ვეუბნებოდი რომ არსებობს ღმერთი არასწორები ვიყავით გეუბნები არსებობს აი ჩემი კლასელები გაგიჟებულები მიყურებდნენ რა ხო ხვდებით და დაცურებული აქ ალბათ რაღაც სტრესი აქვს მაგრამ ნუ ეს გამოცდილება ძალიან ჩამრჩა რა ეს რაღაცა მისტიკასთან შეხება რაც მას მერე არაერთხელ მქონია ცხოვრებაში რა წელიწადში ერთხელ საშუალოდ მაქვს ხოლმე და აი მაგის მერე მაგის დავიწყება ძალიან გამიჭირდა მაგ გამოცდილების და აი სკოლაშიც რო ბრუნდებოდი ხოლმე და აი გაკვეთილზე რო ვიჯექი აი ეგზისტენციალური კრიზისი დამეწყო რა აი 15-16 წლის ასაკში რა ამას რატო სწავლობენ ამას რა აზრი აქვს რატო აქტიურობენ ხალხს რატო იწევს მეტან ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეგ გაუცხოება რა alienation-ს რასაც ეძახიან ძალიან ადრე დამეწყო და კლავინგი რა თქმა უნდა იყო ის რომ მე ვერ გაუმკლავდი ამას ჯანსაღად ამ ტრაგედიას და მესმის რატო ვერ გაუმკლავდი იმიტომ რომ ჩემს არავის არ ეცალა მე მარტოც მიცხოვრია 14 წლის ასაკში თბილისში რაც ჩემი მიდიოდნენ ვენაში და რა ვიცი კიდე კარგად გაუმკლავდი რა მე მგონი და შენ რაც ახსენე რომ ეს გარეგნობა და რადგან რომ გავიზარდე და მომწიფდი ცოტა რაც ყურადღება რომ წამოვიდა ბიჭებისკენ მანდ ვიპოვე რა გასაქცევი სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე რომ ხო ყურადღება გართობა ქარიზმა მქონდა ეხლა ეს სულელი ტიპი არასდროს არ ვიყავი და ხვდებოდი რომ ცოტა ჭკვიანიც ვარ, ცოტა ლამაზიც ვარ და აი ვიყენებდი რა ამას ბოლომდე რა ეგოცენტრულად რომ რაღაც იქნება ამით ცხოვრებას აზრი და შინაარსი დავუბრუნო რა ეგ იყო და გამეწალა საკმაოდ რა 18-დან სადღაც 21 წლამდე რა აი ეს გუგუნის პერიოდი და თან მე ვიყავი ძალიან ესეთი მოსწავლე ბეჯითი შკოლნიკი ვიყავი
აი სულათები მყავდა და პირველად რომ მახსოვს გავფეილდი უნივერსიტეტში რაღაცაში, ვაიმე, აი მაიგ იყო გაფეილება ჩემთვის არ შეიძლებოდა რა, იმიტომ რომ ძალიან ეგეთი გამზარდა მე დედამ, რომ ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, წარმატებული უნდა იყო და ბეჯითი და ხო, ალბათ ეგეც იყო რა მიზეზი, რატომაც დავანებე თავი, რომ აი კონტროლის დაკარგვა არ შემეძლო რა მაინც ბოლომდე. ესე ხა ბევრს გაუკვირდება ამაზე რომ საუბრობ, იმიტომ რომ ბევრს არც კი შეუმჩნევია რა ჩემი ეს პერიოდი. ესეთი წყალწაღებული კლაბერი არის არ ყოფილა სულ ვინ არ ჩუნებდი. იერსახეს. ხო, ნუ რაღაცები იყო ეთქობა ჩადებული შენში, ხო, რასაც ვერ თმობდი და ხო, თუმცა ჩვენ რო შეგვახვედრა ცხოვრება. შენი მომენტში რაღაცა კონკრეტულ გამოწვევებს უკვე უნკლავდებოდი, ეძებდი გზას, რომ გამკლავებოდი რაღაც გამოწვევებს ეს ქონდა ცხოვრების იმ ეტაპს. კი, ნუ ესე ვიტყოდი, რომ აღიარებული მქონდა რა უკვე. რომ რაღაცა უნდა გავაკეთო რა, თორე ესე თუ გავაგრძელე, ძალიან ცუდად ვიქნები და ეს სულ ცუდად ვიქნები, ეგ განცდა მქონდა და არ ვიცი, აი მე რაღაც უცებ ერთ წერტილში ჩააჭირა ყველაფერმა რა, აი ესე არაფერი ცუდი არ ხდებოდა თითქოს, მაგრამ აი კოვიდი რო დაიწყო და თბილისში რო დავბრუნდი და აი უცებ ძალიან ბევრი პრობლემა, ანუ ცხოვრება გახდა უმართავი რა, აი რას ძახიან ხოლმე ყველა მხრიდან, რაც ესპანელი შეყვარებული მყავდა, იმას დავშორდი, დედა ჩემთან ვერ მქონდა კარგი ურთიერთობა, მას თავის პირადი პრობლემები ჰქონდა, კარიერულად დაკარგული ვიყავი, აი ყველაფერი რა, უცებ ხო იცი რომ ემატება, ხო, რა მთელი ცხოვრება ხო აგროვებ და თუ არ მიხედე, თუ არ შეაღე ის კარი. და ნელ-ნელა დაიწყე დანახვა ხო რა გაწუხებს და რა გზღუდავს, ის ემატება რა ერთმანეთს და მე რატომაც ეგეთი ტიპი ვარ, რომ ძალიან სწრაფად ხდება ეგ ყველაფერი, პროგრესიც და რეგრესიც. ანუ ენერგიულად ძალიან სწრაფად ვიწვი რა ყველა მხრივ და ეტყობა რაცა უცებ და აი 22 წლის ასაკში ზუსტად შენთან როცა მომიყვანა ცხოვრებამ, ნუ რეალურად ხო აი ხო გიყვები რომ სულ მარტო გძნობდი თავს და აი პირველად შენ რო გაგესაუბრე მობილურზე არ მახსოვს რა შენ გახსოვს არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა ნუ ჯერ ჩემთვის ძალიან უცხო იყო რა ვიღაც კაცს ტელეფონზე დაურეკო და დახმარება თხოვო კაცების მიმართ ზოგადად თუ ცნორი დამოკიდებულება მქონდა სულთან დიდი კაცი რაც მამის ხელა შეიძლება ითქვას მაგრამ ისაც უდად რო ხარ მაგასაც აკეთებ რა და ტელეფონი ავიღე და რაც გაგიზიარა გულწრფელად ჩემი დარდი და აი მართლა პირველად ვიგრძენი რომ მეორე ადამიანს ჩემი ესმის რა შენ რაცა მითხარი რომ ხო ძალიან სწორად ხედავო და კიო სწორად აღიქვამო შენ პრობლემასო და რაღაცა მალამოსავით იყო რა ეგ შენ იყავი პირველი შეხების წერტილი ჩემსა და სულიერებას შორის რა, ან იმ გზას შორის, რაც დაიწყო. მანამდეც იყო ერთი გოგო, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ შენ იყავი აი ის, ვინც ბოლომდე შემიყვანა და ძალიან მაგარი ხალხი შევიკრივეთ მაშინ, არ ვიცი მე რატო გამიმართლა 20 წლის გოგო შენ იყავი, ლევან მათითაშვილი, ნუ გზარენძიცი. სასწაული ხალხი იყავი. აი 20 წლის გოგო, აი ხო ხვდები ჩემთვის რაც ვოვა გოზალიშვილი, აი რაც ძალიან მაგარი გამიმართლა რა. თან ვეძებდი და იმიტომ გამიმართლა, მაგრამ თან ალბათ ყველას გაგვიმართლა თავისებურად. ხო, ძალიან მაგარი ხალხი ვიყავით, ემოციონალებების პირველი ჯგუფი. მოდი მე შემოგთავაზებ აქ პარალელში ჩავაყენოთ ფორმატს და უბრუნო. არა უშავს, ისეთი საინტერესო ამბავი არის, რომ მე მინდა შემოგთავაზო, რომ სამყაროს მივენდოთ შენს მეშვეობით ამოვიღოთ ერთ-ერთი ადამიანური ფასეულობა ან საჭიროება, რომელიც ამ ყუთში არის და გამიხევოთ, როგორ ხედავთ ამას, ჩვენი ცნობიერება როგორ ხედავს ამას და ვიმჟღავნოთ ამაზე. აბა? მივენდოთ სამყაროს. ვაუ, წვლილის შეტანა. კონტრიბუცია. რა რეაქცია მოხდა? პირველი რა წამოვიდა? ეს ის არის, რაზეც გუშინ ხამე ვფიქრობდი. ეგ რეაქცია მქონდა. სამყარო ხო არასოდეს ტყუილ არ გაძლევს არაფერს. ხო, რაღაც თუ დაჯექი მაგ ტალღაზე
თუ აღიქვი. ხო და რა არის წვლილის შეტანა შენთვის? აი როგორ აღიქვავ, როგორ განმარტო ყველას, მე მგონი წვლილის შეტანის აღნიშვნა ყველას უჭირდება ადამიანს. მე მგონია რომ ეს როგორ თქვა, მედლის მეორე მხარე არის გაუფასურების. ანუ აქეთ არის გაუფასურება, რადიკალურად ესე უყურებ, აქეთ მხარეს არის წვლილის შეტანის დაფასება, დანახვა და რაღაცა წვლილი რო შეგაქვს, რამდენად ნიშნულოვანია რომ ეს დაინახო და დაგიფასო. და თუნდაც შენ შეძლო ამის გაკეთება. ვიღაცამ, ანუ მე ყოველთვის ვამბობ რომ რას უფრო ნაკლები მჭირდება სხვისგან, მით უფრო მეტად დასრული ვარ მე თვითონ. Yes. აი თითქოს ეგ არის. სხვა რო გიკეთებს ახლა ამას. მაინც სხვა შეგრძნება არის ხა როგორ უნდა იყოს, ამდენიც მე ჩემ თავს არ უნდა ვეუბნებოდეს შენ გაფასე. ეგიჟეა მაგის არ აღიარება რომ გვინდა მიღება. ხო. მაგარია ეგ მაგის აღიარება რომ მინდა მიღება და წლებია რომ აღიარებდი და ხა ისეთ მოვეშვი და შევიცვალე და დავღვინდი რა, რაც ვიძახი რომ მინდა მიღებაც მინდა და გაცემაც მინდა. ჩემთვის დავიწყო? კი, როგორ? ნუ პირველი სიტყვა რაც მეხმიანება არის თვითგამოხატვასთან არის ჩემთვის დაკავშირებული. კონტრიბუცია რა. და ცოტა სულ ირაკლის გარშემო ტრიალებ, მაგრამ ერთსაც ვიტყვი რა, რადგან თემა მოიტანა. რომ ესეთი რაღაც მოხდა რა, რომ თვითონ ირაკლი იყო, მათ ბიზნეს კონსალტინგში, მაგათ ბიზნეს სექტორში იყო და გარდაცვალებამდე უცებ გაუჩნდა სურვილი ხეზე მუშაობის რა. ანუ არტისკენ წავიდა, ხელოვნებისკენ წავიდა და ნუ რაც ერთხელ რო ვისხერით ერთად თქვა, რომ გიფიქრიათო, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად რაც გვინდა არისო თვით გამოხატვაო რა, ჩვენ შიგნით რაც ხდება, რაც მაგის გადმოტანა რა და კონტრიბუცია არის ჩემთვის მაგ ყველაფრის შედეგი რა, წვლილი რო შეგაქ. და მგონია რომ წვლილი მარტო მაშინ შეგაქ ხარისხიანად და ბუნებრივად და მარტო მაშინ ჯდება ამ ყველა ფაზლში რა, როცა ეს არის გულწრფელი და როცა ეს არ არის რაღაცის დამტკიცების გამო, ან რაღაცის მიღების გამო რა, გამოწვეული. აი როგორც წეღან თქვი, მიღება გვჭირდება, მადლობაც გვჭირდება, დაფასებაც გვჭირდება, ჩახუტებაც, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება ან ეგრ მარტო მაგის გამო რო აკეთებ რა რაღაცას და იმის და რეალურად იმიტომ რო აკეთებ, რომ გაუნერვილდი რატომ და რამდამატრიგე. შენ სამყაროში შეხარ უფროსი, ჩაიხედე რამ დაგადრიგე. რამდამატრიგე. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. მოკლედ ძალიან განსხვავებული გზებია. რა ალბათ იმან დამატრიგერა, რომ დამატრიგერა როგორ არის ქართულად, რამდენიმე თვე ავიწევ. გამოიწვია რეაქცია ჩემში. გამაღიზიანა. ხო, აი რეაქცია გამოიწვია. რაღაცა გააცოცხლ. რო არის ჩემში ჯერ კიდევ კონფლიქტი, რეალურად ხა მე რასაც ვაკეთებ, ანუ არის ჩემში კონფლიქტი, რომ რამდენი პროცენტია აქ უკან მიღების სურვილი და რამდენი პროცენტია ჩემი რეალური გულწრფელი გაზიარება რა, აი მაგან გამაღიზიანა თუ გამოიწვია რეაქცია. ნუ ესე იგი საჭიროებს ეს საკითხი ჩახედოს. ტყუილა არაფერი არ ამონათდება ზედაპირზე. კი და რა მაგარია, რა მიხარია, იცი, მიხარია რომ შენ აწყო მომენტში, აი მეგობრებო რა არის ცნობიერი ადამიანი. ისევ. ეგ არ არის რამე ის რა ქვია, რაღაცა მეჯიკი, არ არის მაინც რაღაც ჯადოქრობა აქ. რაღაცა ხდება შენ შიგნით, შენ ამიჩნევ რომ რაღაცა ხდება შენ შიგნით და იმ მომენტში სვავ კითხვას. რაღაცა წამომდო. რა წამომდო? რატო წამომდო? რისთვის წამომდო? აი თითქოს მადლობა ეს რადგან ცხოვრება მოიტანა ეგ მომენტი, ბარემ განვიხილე რა, რომ რაღაცა კუთხით მგონია რომ ცნობიერი ცხოვრების გადამეტებულად გაფეტიშება ხდება. ეს არ არის ფეტიში, ეს არის ჩვეულებრივი კუნთი, ძალიან მნიშვნელოვანი კუნთი, ჩვეულებრივი არ არის, ჩვეულებრივი მე ხდება ბევრჯერ რო გააკეთე, მე ხდება ჩვეულებრივი კუნთი, მაგრამ
მომენტი იმისა, რომ შენ რაღაცამ გამოიწვია შენში და შენ შეგიძლია ჩაიხედო იმ მომენტში, თან გარეთ კი არ გაიხედა, შიგნით ჩაიხედა, ეგეც მნიშვნელოვანია სხვაობა, თითისად გაშვერილი, აი მე ვეძახი. გარეთ რო ხარ იგონებ, ხო იცი? სო ესე არის და მე სო ტრეინინგებზე ყველა მიცის ვის შემთან ვორქშოპებზე და ტრეინინგებზე დადის. აი ეს აქტი, ანუ ყოველთვის ესე ვაჩვენე, თან ნელა ვატრიალებ ამ თის, იმიტომ რომ რთული მოსატრიალებელია. რა, ანუ რთულია. შიგნით შეტანა, მაგრამ სულ ვიძახი, რომ აქ ძალა არ არის. აქ არა გაგძალა, შენ უძლური ხარ. თუ ეს თითი არის გაშვერილი სადღაც, რა მშოვა გვიზეა გაშვერილი ეს თითი. მაშინ უძლური ხარ. ხო. და აი ძალა როგორი უცნაურია, რომ ეს რომ მოატრიალო, რაც ეგოს მაგრა ეშინია, ამის მოტრიალების მაგრა ეშინია, ხო? ანუ რაცა კუთხით მაშინ მე პასუხისგებლობა უნდა ავიღო, მაშინ აშიშვლებ რა. ო, რაღაცნაირად და რაღაცა, აი რა არის ამ აქტში, ხე შენ წამოვიდე რაღაცა რეაქცია შენგან და ხო არ მოუყვეთ ეს რა არის, იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ მოტრიალებაში არის თელი ტრანსფორმაციის მუღამი რა, ასე წვენი, აი წვენი თუ შეგიძლია თქვა მანდარი. ხო, და აი მაგთან სანამ გადავალთ ესეთი იდეა მომივიდა, რომ ერთი არის რომ დააფიქსირო, რომ რაღაცაზე რეაქცია გაქვს და მეორე არის რომ მიიღო ეს რა, იმიტომ რომ ჩვენ ლაივ რეჟიმში ვართ, რამდენიმე არ ვიცი ასობით ადამიანი გვიყურებს და ვაიმე, ეს რატომ მომივიდა რა, ეგრევე ეგ აზრი მოდის და მიიღება რა და ცნობის მოყარეობით რო უდგები რა შენს თავს და არა შიშით, რომ არა საინტერესოა რატო დამემართა, ვაი კონფლიქტი მაქვს და რაღაცას მივხვდი. და რადგან მივხვდი, კიდე რაღაცა ზრდის შესაძლებლობა არის რა. აი ეგ არის ცნობის მოყარეობასა და შიშს შორის რა, ძალიან დიდი განსხვავება. თუ ადამიანს არ შეუძლია თავის ბუნების მიღება და აი ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები ეგეც და მეც ეგეთი ვიყავი რაღაც ხრივ რა. გასხივოსნება რო გვინდა და უნდათ და აი ძალიან რო ტკივათ რა, ყველა შეცდომა და ყველა წაბურძიკება, აი მაგის გარეშე ალბათ თავარი თვისება არის, ან უნარი რა, მიმღებლობა. რაც წელს მეკვეთება ყველაზე ცხადად. რაც ყველაზე მეტად მაკლდა ცხოვრებაში და უკვე რო იღებ, რავე, სულ რო სკამიდან გადავარდა, ეხლა სასაცილო კადრი იყო, საუდგები და მივიღებ, რავი, მოხდა. ამის გაზიარება მინდოდ. როდის ისწავლე შენ თავის მიღება და რამ დაგეხმარა? ჩემი თავის მიღება ვისწავლე, როდესაც მიწევს ამ თემას რო შევეხო ისევ. რაღაც აი საზოგადოების ნაწილი ვიყავი რა, რაც ემოციებზე საუბრობდით ხოლმე, რაც ერთმანეთს უკავშირს უბრუნებდით და აი ხო იცი რო ხარ იქ, მაგრამ თან სულ რო გძნობ, რომ აი რაღაცა გაკლია რა. აი მაგის ძიებისკენ წავედი, რომ აი რა მაკლია, იმიტომ რომ ერთმანეთს გულწრფელად უზიარებთ, ნუ ეგოს ვსწავლობთ, ეგოს ვაკვირდებით, გვინდა რომ ეგოცენტრიზმისგან გავთავისუფლდეთ. მაგრამ აი ყველაფერი ხდებოდა, აი რაღაცა როგორ სიმკაცრით იცი და აი ხისტად რა, რომ ეგოა გაუშვი. ნუ ხარ ეგეთი ეგოცენტრული ხო ხდები, რომ გაბრასდები, არ უნდა გაბრასდე, ეგოა. და საერთოდ არ იყო რა, იქ სივრცე რომ მაცდა ნელი ტემპით რომ და მიგეღო რა, შენი დეფექტები თუ შენი ნაკლოვანებები რა, ეგრევე მოშორებაზე ორიენტირებული საზოგადოება იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი აღქმა ეგეთი არის რა, ყველა სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს და აი დამყავდა მენტორიც რა, ეგეთი რომელზეც გიშდები, მზედამთვარე ამომდის, მაგრამ იმისგანაც ესეთი ხისტი დამოკიდებულება იყო და დანაკლისმა მიმიყვანა რა, იქამდე რომ დაუსვი ჩემს თავს და კითხვა, რატო არ ვარ კომფორტულად. და ის ზუსტ მომენტს ვერ ვიხსენებ, როცა მოხდა ეგ რაღაცა კლიკ ჩემს გონებაში, რომ აი მიმღებლობა რა მაგარია. მაგრამ ეს ჩემი რომანტიკული ურთიერთობა ძალიან დამეხმარა რა ჩემს პარტნიორთან მაგაში. იმიტომ რომ პირველად გამოჩნდა ის ადამიანი და ალბათ მეც პირველად დავიმსახურა ეგეთი ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ძალიან მძიმე პერიოდები და სტრესი და წილკივილი, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით მაშინ მადრიდში რო წავედი, აი რაღაც გაგიშერყეული ადამიანი ვიყავი, ძალიან ფეთქებადი და ფიცხი და აი მიუხედავად ამ ყველაფრისა მიღებდა რა და ეგ
მაგის დანახვა, რომ ესეთი საძაგელი ვარ რა, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი შიში ხო ეგ იყო, რომ მე თუ ბოლომდე მე ის ვიცოდი, რომ ბევრ ადამიანთან შემეძლო ურთიერთობის დაწყება. მაგრამ ის რომ ისინი მართლა რომ გამიცნობენ ჩემთან დარჩებიან, ხო, აი ეგ არ მეგონა რა, რომ როდესმე მოხდებოდა, იმიტომ რომ მეგონა რომ ამ ფასაც რო გასცდებოდნენ, რომ მამაზი ჭკვიანი ფან, რაღაცა ჯდება ჩემს იმაში, სასტავში, რაღაც ვიცი, ფასადურაცებს რო გასცდებოდნენ და რო დაინახავდნენ შიგნით რამდენი ტკივილია, მეგონა რომ გაიქცეოდნენ რა. მეგონა არა გაიქცნენ კიდევაც. ეგრეს ან მეც გავიქეცი, ხო ვიცი, ეს დაბრალება ვიცით ხოლმე. გამეკეცი. უნებრივი. ხო და ეგ დამეხმარა. იცი რა, ჩემთვის იყო, მე როგორც მახსოვს, ერთ-ერთი ტერაპევტი მყავდა, მე ბევრი ტერაპევტი გამოვიცვალე, ბევრი სხვადასხვა სკოლის, რისთვისაც მადლიერი ვარ ცხოვრების, იმიტომ რომ ბევრნაირი გამოცდილება მივიღე ცხოვრებაში. ერთ-ერთმა ტერაპევტმა ერთ-ერთ სესიაზე დამანახა, რომ მშობლისგან ღებულობ ორ საჩუქარს. აი ეგეთ მახსოვს რომ იხსნიდა. ერთ სავარჯიშო გამაკეთებინა რა თვისებები წამოვიღე მშობლებისგან, რომელთაც ვამაყობ ჩემ თავში. ბედისგანაც რაღაც წამოვიღე, მამისგანაც რაღაც წამოვიღე, ეს დავწე. მე დამაწერინა რომ რა თვისებები არის, რომელსაც არ მოგწონსო შენ თავშია და წამოიღეო და რაღაცები ჩამოვწერე და მე მკითხა რომ ეს თვისება რომ დაამუშაო, მეორე მხარეს რა არისო? ხო და რას ნიშნავს მეთქი ეგ და აი საინტერესო რაღაცა მომიყვანა მაგალითი რომ გაბედული რო იყო, შიში ხო გჭირდება? კითხო. აბა სხვანაირად გამბედაობა რაში არის, თუ არ გეშინია, გამბედაობა ზუსტად ეს არის, რომ გეშინია და მაინც აკეთებ. ეგ არის გამბედაობა. Yes. ხო და ამ მომენტში მეკითხებოდა, რომ შენ თუ ის შიშა რა შენი ნაწილი არ მოგწონსო და ვერ იღებ შენში. მაშინ გამბედაობამდე როგორ მიიღებ წვდომასო? ანუ შიში არის შენთვისო ის წონა, რომელიც გჭირდება, რომ გამბედაობის კუნთი გამოიზარდაო. ხო, ძალიან კარგად ახსენი ზუსტად. ხო, და რაღაცნაირად დამაფიქრა, რომ ყველაფერი რაც ჩემში არის, რაღაცნაირად მემსახურება. როგორ მემსახურება, ზედაპირზე არ ჩანს. მე მაგალითად მივხვდი, რომ დრო გავიდა მე შურიანი ნაწილი. ოკეი, რა არის შურიანი ნაწილი? ეს იგი ჩემთვის ძვირფასია, არ მაქვს სხვა სააქო. ესე იგი მე შურიანი ნაწილი მაჩვენებს, რომ რაღაცა ჩემთვის არის ძვირფასი, რაც სხვა სააქ და მე არ მაქვს და მე შურს. ამ დროს ჩემ ბავშვობაში არ ვიცი, ხა შენ თაობას ახლოდნენ თავზე თუ არა, მაგრამ თუ შურდა არ იყავი კაი ტიპი. კი, მე მიწერენ ხოლმე კომენტარებს, მე ხო ღიად ვისაუბრე მაგაზე, რომ შემშურებია. ვაი, მე რა თქვა. აი როგორი დარწმუნებული ვარ, ოღონდ რომ ყველა შეშურებია რა, იმათაც ვინც ამას არ აღიარებენ. ადამიანური ეს იგივე არის რომ სტევი, არ ვიცი, შეიძლება ვინმე არსებობს ეგეთი უნიკალური ადამიანი, მე დამიწერეს რომ ცხოვრებაში არის რა შემშურებიაო, მაგრამ ხო, აი რეაქციაზე მივხვდი, რომ ისეთი თემა არის მოპარვა და შური და ტყუილიც. რაც რეალურად ადამიანებს ახლოს, გულში რო ჩახედო, სამივე გაუკეთებია უმრავლესობას რა. ნუ აი მოპარვა ზოგისთვის უბრალოდ იმხელა, რაც სიმძიმე არის და იმხელა, რომ ვერ ბედავენ რა. მგონია მან რელიგიურ კონტექსტს სურტყავს და ცოდვას სავარაუდოდ და მძიმეა ბევრისთვის სავარაუდოდ კონტექსტიდან გამომდინარე. ხო, მოპარვა განსაკუთრებით. ხო, თუმცა ისე ვიმეორებ, რომ აი ძალიან კაი რაღაცა წამოწიე და მიმღებლობა არის წერტილი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო თემა წამოწიე და დამაფიქრა, იმიტომ რომ შენს რაღაც თემები რო გაქვს, მეც ხო ვფიქრობ პარალელურად შენთან ერთად. მიმღებლობა სწორედ ინგლისურში არის ორი სიტყვა, რომლის განსხვავდება შინაარსობრივად ერთმანეთისგან. ერთი არის acceptance და მეორე არის surrender. და არ არის ერთი და იგივე. ანუ ერთი არის თითქოს დავნებდი, ხო? ანუ რა მივიღე, დავნებდი, აღარ ვებრძვი. სხვაშორის მე ამ ტერმინს რო დავნებდი, ვიყენებ რეალობასთან. ანუ მაგალითად თუ არის რამე რეალობა, რომელსაც არ ვიღებ, ადამიანი მელაპარაკება რაღაცნაირად სხვანაირ რაღაცას ველოდებოდი და სხვა რამე ხდება და იმ მომენტში ჩემში მიუღებლობა რო იწყება რეალობის,
იმ მომენტში მეუბნები შეხვედრით ტერმინი დაწექი. დაწექი. მიიღე რეალობა როგორც არის, იმიტომ რომ მიიღებ რეალობას როგორც არის, მან გიჩნდება არჩევანი რა გააკეთო. სანამ იბრძვი რეალობას, რეაქტიული ხარ. ხო, შენ არ აქვს არჩევანი. უბრალოდ გააქვს რეაქტიული არჩევანი. მეტი არ აქვს. ხო, და მე ხო ამ რეაქტიულობის გამო უშვებ ყველაზე მეტ შეცდომებს, ყველაზე მეტს რასაც ვანგრევთ. თანხმედრაში არ არის ხოლმე რა, ანუ იმ მიზნებთან რაც სინამდვილეში გვაქვს და რა შედეგიც გვინდა რომ მივიღოთ, მაგასთან არ არის ხოლმე რა თანხმედრაში ვაზიანებთ. უბრალოდ აი ხარ რო ფიქრობ, ვერ ხვდები რა განსხვავება მაგორ რაღაცას შორის რა, აი შენ როგორ ახსნიდი რა განსხვავება. ერთი არის მიღება რეალობის როგორიც არის, ანუ სერენდერი ჩემთვის ეგ არის და რაღაცა კუთხით ეს არის, ესეთია. ხშირად ასვენები ჩემ თავს ისი, ეს ადამიანი ესეთია. მორჩა. ანუ კი, მაგრამ აი ეს კი, მაგრამ რომ მიჩდება, მაგასაც ვჭრი. მიხდი, ანუ იმიტომ რომ რაღაცის მიმღებლობას ვიწყებ იმ წერტილში, ის კი მაგრამ მიჩდება, კი ასეთია, მაგრამ ამ სიტუაციაში ხო ეგრე არ უნდა მოქცეულიყო. აი ასე მეუბნება ტვინი. იმასაც ვჭრი, რომ ის კი მაგრამიც არ დაუტოვო. და მე იმ მომენტში რომ ჩავისუნთქა და მეუბნები, კაი, ოკეი, არა, ხარ ხა მზად ეს სიტუაცია მიიღო, როგორიც არის, მაშინ მოდი გაისერინე 10-15 წუთი. მე შეხედე ამ სიტუაციას ისევ. იმიტომ რომ მე სხვათა შორის ძალიან მიყვარს პროგრამაში იყო ეგეთი ცნება, როგორც აი ტუნელური აზროვნება და მიყვარს ეგ ტერმინი, ხო? ანუ რომ როცა რეაქციაში ხარ, ვიწროვდება ის ხედვა სიტუაციის, როგორც შენ მას ხედავ. ხედავ პრობლემას და ხედავ ადამიანსაც როგორც პრობლემას, სიტუაციასაც ხედავ პრობლემურს და უზურებას განიცდი და იმ მომენტში ბორძიკობ, რა ვცდილობ, რომ ბორძიკით მოაგვარო ეს სიტუაცია, მაგას ვეძახით უნალურ აზროვნებას მე და ამ დროს სიტუაცია რაღაცნაირი არის, ბევრი სხვა არჩევანი არსებობს, მაგრამ რეაქციაში მე პირადად ამ არჩევანის დანახვის რესურსი არ აქვს. მე პირადად მჭირდება რომ ხო, რა ჩავისუნთქო, ამოვისუნთქო, ან ვისუნთქებ, ან ვივლი, რაღაცას ვიზავ და მე უბრუნდები ამ სიტუაციას ისევ, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში გაჭედილი მაქვს რა სიტუაცია, მე ვეძახი რომ გაჭედილი. ადამიანი ეგრეა, რაღაც სიტუაციებში უფრო მოშვებულები ვარ და არ ვიცი ეგრანაირად ხდება რაღაც დღეს, შენც ეგრე ხარ ხოლმე, რომ რაღაც დღეს უფრო ცნობიერი ხარ. მე მგონი ქალებს უფრო გვაქვს კიდევ რასაც ვაკვირდები რა, რაღაც კვირა უფრო ცნობიერი ხარ და ბევრად უფრო დიდი რესურსი გაქვს, რომ არ შეტოპო მანდ. არის რაღაც მომენტები, როცა პაუზის აღებას რასაც ეძახიან რა, პროგრამულ ენაზე რაც არის ლეგენდარული რაღაც რა, ძალიან მარტივი და ძალიან ლეგენდარული და აღარ მახსოვს ბოლოს, როდის შევედი ეგრე რეაქციაში რა. აი ისეთ ცუდი ამბები დამიტრიალდა იმის გამო, რომ შევედი რეაქციაში სამსახურში განსაკუთრებით რა. არაფერი არ უნდა 10-15 წუთი რა მაქსიმუმ. 10-15 წუთი ხო? ხო, რა და რაღაც. სუნთქვა, სიარული, რაღაც. მოწყვეტა რა, რაღაცნაირად გამოსვლა მაგ სივრციდან და დაბრუნება, ეხლა რაც პრაქტიკები თუ იცი, სხეულზე დაკვირვების და სუნთქვის ხო, რამდენიმე წამით შველის. ეხლა იქ ისეთი თემა გიდევს ამოტრიალებული, ისე მაგ თემას მინდა დაუბრუნდე და რამოდენიმე დაზუსტება მაინტერესებს ეხლა ამეტ. მე ხო ეხლა მე ვიცნობ შენი 6 წლის წინანდელ ვერსიას. მე არ გიყურებ ხა იმ თვალით, რომ ნატა ვინც მიზის წინ, მე ამ ნატას ვიცნობ, მე ვინც არ მოვატყუებინებ ჩემ თავს. შენი 6 წლის აღარ ვიცნობ ერთვან. მაგასაც ფიქრობდი. ხო და ნახე. არა თან ვიცნობთ. ხო, რაღაცებს ვიცნობთ. რაღაცებს არ ვიცნობ. იცი რა მაინტერესებს? რა წვლილი გინდა შეიტანო სამყაროში? შენი პირადი წვლილი რა გინდა რომ იყოს ამ სამყაროში? ესეთი უცნაური გაცნობიერება მქონდა გუშინ, რამაც ცოტა გული მატკინა რა, რომ რაღაც ეტაპზე მგონია, რომ ეს წვლილის შეტანის სურვილიც ქრება რა. ოღონდ მე მანდ ჯერ არ ვარ, პირდაპირ ვიძახი რომ მანდ მე არ ვარ და ალბათ 27 წლის ასაკში ძალიან რთულია რა, რომ მანდ იყო და ფიქრობ, რომ რაც ბუნებრივად მანამდე სხვა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა, სანამ მივა იქამდე, რომ საერთოდ წვლილი შეტანაც აღარ უნდა და უკვე თვითკმარია და აი მაგაზეც აღარ ხელავს და აღარ შფოთავს რა, რისი გაკეთება უნდა.
ბუნებრივად ხდება რა, ალბათ აღარც ფიქრობს მაგაზე, ისე ასხივებს რაღაცა ენერგიას, რომ წვლილი შეაქვს რა, ისე რომ არც აქ ამის მოთხოვნილება. მე ხა ისეთ ასაკში და ისეთ ეტაპზე ვარ, სადაც ყველაზე მეტად მინდა წვლილი შეტანა და მიხარია რომ აქ ვარ, იმიტომ რომ აქ მინდოდა რა, რომ მოსულიყავი. აქ ანუ საქართველოს გულს. არა, წვლილი შეტანა მინდოდა რომ რაღაც ისეთი საქმე მეპოვა, რომელსაც რო გავაკეთებდი, პროცესით სიამოვნებას მივიღებდი, იქნებოდა კრეატიული, ან თავისუფალი ვიქნებოდი, ვითამაშებდი, აი თამაში არის რა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩემს კურსებსაც ეტყობა, რომ თამაში ჩექმნილი იმას კი არ ნიშნავს, რომ უხარისხოა რა, უბრალოდ აი, ეს ელემენტიც ხوار შევიტანო და იქ ხوار შევკრიბო და თვალები ხوار დავახუჭინო და ის ხوار გავაკეთებინო და აი ხო იცი ბავშვობაში რომ თამაშობთ რა, ეგ ელემენტები შემომაქდა, ნუ ისეთი ემოციურია, რომ ტირიან და ისეთი მიგნებები აქვთ, რომ არ ქონია 40 წლის ასაკში და ამაზე მე ვარ გაუგნებული რა, რომ აი ჩემი ამ ბუნებრივი თამაშით და იმ ტალღაზე დაჯდომით, რაზეც ახლა ვარ, ამხელა ცვლილებების შეტანა შემიძლია სხვა ადამიანებში. და შენ კურსზე ყვები ამ გარდასახვაზე? ხო, ჩემს პირველ კურსზე ყვები. კი. ეხა ატარებ ამ კურსს? ეხა ვარ ჩუაში, კი. პირველი ნაკადია ეხა? კი. 23 მაისს დავიწყეთ და 23 ივნის ვასრულებთ. 19 მონაწილე მყავს. ყველა არის ქალი. დაგერეკა შეგიცვლიდი ბოლოს. ეტყობა არ მინდოდა ჯერ კაცი, ერთი კაცი გამოჩნდა ბოლოში მინდაო და მეთქი 19 ქალი ვარ. იყავი სადაც ხარ? შენთვის ვაჯობია რომ ხო და რას ვიძახდი? ხო და მოკლედ მე მაქვს ეს წვლილი შეტანის სურვილი და იმანდაც მიმღებლობით ვარ რა, რომ ეს არის კი ეგოს თამაშებიც არის ამაში, მე ამას ძალიან კარგად ვხედავ, თუმცა ეს შიდა კონფლიქტი არის ყველა საშინელება რა, თან რო წვლილი შეტანა გინდა და თან რო მალავ, რო ვითომ არ გინდა. ეხა რა კონფლიქტი ხო? ეხა რა კონფლიქტია შენში ცოცხალი ყველაზე მეტად, რაც ყოველდღიურად ჩდება ზედაპირზე შენი ცხოვრების. ეხა ის კონფლიქტია, რომ მე ვსწავლობ, ვსწავლობ ადგილის დაკავებას რა, აი ხვდები რას გულისხმობ, რომ აი მე აქ მოვდივარ და მე აქ რომ მოვედი, ეს მაგარია მე აქ რომ მოვედი რა, ეს რაღაცა გზა მაქამდე მომიყვანა და მაგალითად შენ რო დროებს მითანხმებდი, ხო, ჩემი რაღაც ნაწილი, მე რაც უნდა დათანხმდე, არ გადაადებინო. მე ვიფიქრე, რომ რატოკაც ვიპოვით სხვა დროს რა, მე ჩემი საქმე მაქვს, საშას თავის საქმე აქვს, ვიპოვით სხვა დროს, ხო ხვდები? ვიპოვეთ რა და შენ დარწმუნებული ვარ, რაც გაგჩენია რა, ეგ აზრი, რომ რამდენჯერ გადავატანინა დრო და ეგ რა, თავის დაპატარავებიდან გამოსვლა რა და ეგ გაშლა რა მხრებში, რომ მე რა დიადი და გრანდიოზული ტიპი კი არ ვარ, მაგრამ ვინც ვარ, ეგ ვარ და მე კომფორტულად ვარ ჩემს ტყავში და არასაც ვიძახი და ვინმე თუ შეხვედრაზე არ მოდის, აღარ უნდა ზღაურებ მაგას, იმიტომ რომ ჩემს დროს პატივს ვცემ და აი მაგ ამბებში ვარ რა, აი ეს ალბათ არის ეგოს გამთლიანება რა, ჩემი ეგოს გამთლიანება, ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია რა, სულიერების ნაწილია ესეც რა, სიმტკიცე რა, იმიტომ რომ მე ის ძალიან უხვად მაქვს სიყვარული, ემპათია, ვაიმე, მოშვებული ენერგია, სითბო ჩემში ძალიან ბევრია და ეს რომ ხვდები მე აქ ვარ. მე მინდა დავაზუსტო, ძალიან ბევრი სხვა სწავლება და კურსი არის, რომელსაც ბოლოში ადამიანებს გამოაქვს დასკვნა ამ კურსების და რაღაცების, რომ ეგო არის ჩემი მთავარი მტერი და გავარკვიე, რომ აი ვიმყოფეო ჩემი მტერი. მე ეხავე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ მე ამ მიდგომას არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ მთელ ამ გზაზე, რომელსაც ჩვენ დავიარებით აქ, ჩვენ ეგო გვჭირდება, როგორც სკაფანდრი გვჭირდება, არ ვიცი, კოსმოსში რო გადიხარ, ასე გვჭირდება საოპერაციოდ აქ ეგო. ის უბრალოდ ნაწილია, ეს არ ნიშნავს, რომ მე მარტო ჩემი ეგო ვარ, მაქვს სხვა ნაწილებიც, რომელიც მასზე შეიძლება უფრო თხელი მატერია არის, თითქოს, მაგრამ ამავე დროს აი ესეც მე ვარ, სხვა ნაწილებიც მე ვარ, საერთოდ მრავალფეროვანი ვარ და აი მე მინდა ეგ ნაწილი ცხადად მაყურებლისთვის ხაზი გავსვა, რომ საკუთარი თავის მიმღებლობის გზაზე, ეგოს მომწიფება, რაზეც ნატალაპარაკობს, არის აუცილებელი გზა ევოლუციის ადამიანის, ასე უყურებ მე.
თუ ეგო არ რეალისტა, ძალიან ძნელი არის, მოდი ესე ვთქვათ, მასლოუს პირამიდით უფრო მაღალ საჭიროებებზე ვილაპარაკოთ, სანამ საბაზისო საჭიროებები, ეგრეთ წოდებული ეგო საჭიროებები არ არის დაფარული ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ვინც ამ სულიერ გზაზე დადის, ბევრისთვის, ეს არის ეგო საჭიროებები, მე არ ვამბობ რომ ყველასთვის, მაგრამ ძალიან ბევრისთვის ეს არის ეგო საჭიროებების დაკმაყოფილების გზა. რომელიც მე ხსნის მთავარ კითხვას, იმას საჭიროებები რომ დაკმაყოფილდა, მაშინ ვინ ვარ მე? არა, ვინ ვარ მე? თავარი კითხვა თუ შემოიჭრო ცნობიერებაში და იქ უკვე ეგო ვერ დაფარავს ამ კითხვას და ის კითხვა გააჩენს ნაპრალს, მან უკვე რუმის რო დავესესხო, მან მაგ ნაპრალში შემოვა შუქი. ანუ შემოვა ცნობიერება, რომელიც ამოავსებს ამ ნაპრალს. გეხმიანება რასაც? კი, ყველაფერი მეხმიანება, მეც რაღაც ეგრე ვფიქრობ ხოლმე, რომ გულმა იცის რა უნდა და გონება აკეთებს რა ამას, აი რაღაცა, აი მაგ პირამიდაზეც ვფიქრობ ეს დღეები რა, იმიტომ რომ სემინარზე ვიყავი წასული, ძალიან საინტერესო სემინარი იყო, იმიტომ რომ ეგ თემები ხო უნივერსიტეტში ნასწავლი გვაქვს და თავიდან ეგეთი განწყობით მივედი იმ სემინარზე, ეგ უკვე ვიცი რა. იცი. თავისა. ეგ უკვე ვიცი და გამოვედი იმედგაცრუებული. ეს ხო ვიცი. რევს მიყვება პირველ კურსზე გავიარეთ და წამოვედი იმედგაცრუებული, მაგრამ რაღაცა რო ჩაქრჩება რა და ანუ ეს დღეები კიდე დავიწყე მაგაზე ფიქრი და ხო აბსოლუტურად ვეთანხმები რა, რომ ეს საბაზისო მოთხოვნილებები, ანუ რაღაცა გზა არის რა გასავლელი, რაც მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, ვისაც უნდა სოციუმში რომ იყოს ინტეგრირებული რა, ხა ვიღაცა თუ მონასტერში წავა ან რაღაცა უფრო რადიკალური ცხოვრების სტილს აირჩევს, შესაძლებელია რა, რომ ეგრევე ზემოთ ავიდეს და რაღაცა ძროხა ყავდეს სახლში მოწვალოს რძე, ეგეთი ადამიანიც ყავდა სემინარზე, ძალიან საინტერესო რა. მე გზა არ მინდა. ჯერ ხო სურვილი უნდა გაჩნდეს საერთოდ. ჩემში სურვილიც არ არის მაგზის, ყოველ შემთხვევაში ამასაკში. მე მინდა უფრო აქტიური ცხოვრება და თავგადასავლები და ხალხთან ურთიერთობა. იმდენით რომ გავატარე მარტო, რომ ეხა მაქვს ამის მოთხოვნილება, რომ ნაწილი ვიყო ამის და თუ გინდა რომ ნაწილი იყო ამ ყველაფრის, მაშინ ხო თუ არ გაამთლიანე შენი ეგო, ისე ამოგარტყამს და ისე გამოგაცლის ენერგიას, რომ რა სულიერებაზეა საუბარი საერთოდ და თან ესე დანაწევრებაც არ შემიძლია, აი ამ საზღვრების გავლებაში სულიერებას ვიყენებ რა, აი მარტო ეგოთი კი არ ვოპერირებ. ეგოთი როცა ოპერირებ საზღვრებს როგორ ავლებ ადამიანებთან რა, აი გეზიზღება ის ტიპი. ვინც იჭრება შენ იმაში, აი გძულს და აი ბოგმა და ბრაზი გიჩდება რა იმის მიმართ. და როცა სულიდან ოპერებ, ხვდები რომ იმას რაღაცა თავისი ცხოვრება აქვს, თავის წარმოდგენები აქვს, უნდა რომ რაღაცაში გამოგიყენოს, თავის რაღაცა უჭირს და it's okay. ანუ არანაირი მძიმე განცდა მის მიმართ არ გიჩნდება, უბრალოდ იცავ შენს თავს. და ენერგიასაც არ ხარჯავ რა ამაში, აი ესე რაღაცა ფეხდაფეხდადის რა სულით და ეგოც ჩემს ცხოვრებაში და ერთმანეთს ავსებს რაღაცნაირად. ვერ ვიტყოდი რომ ჯერ მარტო ეგო უნდა გავავითაროთ და მერე სული. აი ცოტა მან დავწდით მე და ის სემინარი რა. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. იცი რა კითხვა მაქვს შენთან? აი ამ გზაზე, რომელზეც დადიოდი შენ, რა წერტილში მოვიდა შენთვის გაცნობიერება, რომ აი ხა დრო არის რომ სხვას გაუზიარო, დრო არის რომ სხვას მიუტანო ეს ცოდნა თუ გაზიარება გავაკეთო თუ აი ეს რა წერტილი იყო, სადაც იგზენი რომ რავი, საკმარისი ვარ რომ სხვას მივცე. ესეთი ისტორია მაქვს მან დრო, მე ხო რაც ძალიან დიდ კომპანიაში დავიწყე მადრიდში მუშაობა და IT სფერო იყო თუ რაღაც? ტექნოლოგიები ხო, მარკეტინგის დეპარტამენტში ვიყავი, მაგრამ არ იყო რა, ეგ ვთქვათ, სტანდარტული მარკეტინგის CRM-ი იყო, უფრო რაც ტექნიკური მხარე იყო ამ ყველაფრის. და ნუ ესეთი ძალიან სასაცილო ისტორია, ჯერ მან როგორ მოვხვდი, არ ვიცი, იმიტომ რომ სასწაულად დიდი კონკურენცია იყო და 100 კომპანიაში გავაგზავნე CV, არსად არ მიმიღეს და 100 მერტეში. ეს როგორი კომპანია არის მადრიდში, რომ აი ჩავთვალე რომ აზრიც არ აქვს რა, რომ გავაგზავნო და motivation letters მანამდე რო წერდი თვეები,
წავშალე ყველაფერი და არც უჩი დავწერე რა. აი უცებ ძალიან ექსპრომტად და გაჭრა, ხო, აი ძალიან ესე თავისუფლად მივყევი გაჭრა, დამირეკეს, ძალიან ბევრი გასაუბრება ამიყვანეს და ვიცი 0 მაგ სფეროში რა და არის უზარმაზარი კომპანია. ჩამაბარეს მილიონობით დატაბეიზი, მოკეთად სასწაული, გარემო იყო რა, სტრესის მხრივ ძალიან სტრესული და 1 წლის მერე კი არა, იმავე დღეს, როცა მიმიყვანეს კომპანიაში რა, ოფისში რომ მივედი, იყო onboarding-ის დღე, არ ვიცი onboarding-ი ქართულად როგორ, აი რომ გაცნობენ რა, რაც კომპანიას რა არის, ხო, გაცნობის დღე. და დამინიშნეს ვიღაცა გოგო რა, როგორც ასე თქვათ მეგზურად და ის გოგო იმ დღეს იყო ძალიან დაკავებული და მე დავრჩი მარტო ოფისში და რა ვქნა, ვფიქრობ, ამოვიღე ბლოკნოტი და დავიწყე წერა გარდასახვას იდეა გაჩნდა მაშინ რა, იმ დღეს დავიწყე წერა, რომ აი კურსი რომ გავაკეთო პიროვნულისთვის და მაგ პირველი სამსახური ტექნოლოგია, ვაფშე რა შუაში იყო და ეს ყველაფერი ხდებოდა როგორ გაუცნობიერებლად, იცი რომ არც უსვამდი ჩემს თავს კითხვას, რომ აქ რატომ მუშაობ, ამას რატო ვწერ, რატო არის ამ ხელა აცდენა რა, ესე გაუცნობიერებლად თავისით წავიდა რა ჩემი ცხოვრება და ის გოგო რომ დამადგა მერე რა, უცებ ზემოდან რას აკეთებ, მე უცებ რაც დავხურე, რომ არაფერს და მოკეთ მერე ჩავერთე ამ საქმიანობაში და 1 წლის მერე გახდა ძალიან აუტანელი რა აქ მუშაობა. აი ყოველდღე ვიღვიძებდი იმ ფიქრით, რომ ეს არ არის ჩემი საქმე და რა გავაკეთო სხვა. თავიდან იმ კუთხით წავედი, რომ მაღალი ანაზღაურება კი მქონდა, მაგრამ მინდოდა უფრო მეტი რა, იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ აი თუ მექნება სამჯერ უფრო დიდი ანაზღაურება, მე ვიმოგზაურებ, დროსაც შევამცირებ მუშაობის და დავიწყე Java სწავლა დავიწყე რა. Coding ენა არის, კოდირების ენა არის და 3 თვე ვისწავლე, მაგასაც გავანებე თავი, იმიტომ რომ აშკარად არ იყო ჩემი სფერო და აი მე ამაზე ფიქრით, რომ აი როგორ გავხდე დამოუკიდებელი ფინანსურად, რომ არ ვიყო ამ სამსახურს მიჯაჭვული, გამიჩნდა ესეთი აზრი, რომ მოდი ფრილანსერად დავიწყებ. CRM ფრილანსერთან, საიდან მივდივარ რა, თავიდან ფულით გაჩნდა, მაგიტო არის მნიშვნელოვანი, რომ გაყვე. აი რაც გესახება შემდეგ მიზნად, რომ გაყვე და შეიძლება შუაგზაში მიხვდე, რომ სხვაგან უნდა გადაუხვიო რა, მაგრამ ეს გაჩერება არის ყველაზე საშინელება რა და Java-საც შევყევი, ფრილანსერობასაც შევყევი, აი როგორ დონეზე იცი, რომ რაც პროფილი გავაკეთე, 1-2 კვირა დავხარჯე რა მაგაზე. და მე დავჯექი და ვფიქრობ, რომ ამ ხელა ენერგია უნდა ჩავდო რა რაღაცაში, რომ კიდე 0-დან ფრილანსერი გავხდე. ამ ხელა ძალისხმევა და მოდი ბარემ ისეთ რამეს ხო არ შევაჩერო არჩევანი, რაც მართლა მსიამოვნებს რა, იმიტომ რომ უკვე ხვდებოდი იმას, თუ რამ ხელა ძალისხმევას მოითხოვს ნებისმიერი ტიპის წარმატება და ფულის გამომუშავება რა და აღარ მიღირდა, რომ კიდე 2 წელი რაც სფეროში ვყოფილიყავი, რაც დიდად არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე რაც ფული მოეტანა რა ჩემთვის და ეგრე გაჩნდა პირველი იდეა, რომ მოდი დავიწყებ საუბარს სიფხიზლეზე, სხვათა შორის. პირველი იყო სიფხიზლე, იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის ძალიან აქტუალური იყო. რატო იყო მაშინ აქტუალური შენთვის სიფხიზლე? რატო აი ვიწროდ უყურებდი რა ძალიან ესე მოხდა, რომ რაც ისეთ მოკეთ ისეთ დაჯერებისკენ წავედი, რომ ჩემი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არ ვიყავი სრულიად ფხიზელი რა. კი, ალკოჰოლი ძალიან მავნეა, ძალიან დიდი ენერგიის წამთმევია და დროის, მაგრამ არ იყო რა. ეგ ჩემი პრობლემა, ჩემი მთავარი პრობლემა იყო ეს შინაგანი ტკივილი და მისგან გათავისუფლება და ის გზა, რაზეც ახლა ვარ და ეს იყო ერთგვარი სიმპტომი. რეალურად ალკოჰოლი არ იყო პრობლემა, ალკოჰოლი იყო გადაწყვეტილება, როგორც ამბობს გაბორ მათე. იმიტომ რომ მაგ დროს როცა რაღაცა მაგრა ტკივა უნდა გაიყუჩო ის ტკივილი. ან გადაწყვიტო. ან თუ გადაწყვეტის უნარი არა გაქვს, რომ ის ტკივილი განიცადო, იმუშაო და ასუფთავო, გახსნა ის ტკივილი, ეს ხო ძალიან ისეთი პროცესია, ხო? ანუ საკმაოდ დიდი პროცესია და როცა ამაზე მუშაობა არ გინდა, ერთადერთი გზა გრჩება, რომ გაიყუჩო. თავის დატვირთვა აქვს რა, დადებითიც რაღაც ეტაპზე შეიძლება ესე ითქვას, როცა არ გაქვს რესურსი რომ გაუმკლავდე, ალბათ საჭიროა კიდევაც გაქცევა რა და საბოლოო ჯამში ესე გამოვიდა ფსიქიკა არა ეგ მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ, იმიტომ ალკოჰოლის და დრაგების პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს. და მნიშვნელოვანია რომ ხაზი გავუსვათ. გაბორ მათე
გაბორმათ ეს იმიტომ ახსენებ ხშირად, იმიტომ ჩემი მასწავლებელია, მე მისი კურსი მაგ დამთავრებული, მისი კურს დამთავრებული ვარ და შესაბამისად მივიჩნებ ჩემ მენტორად და მასწავლებლად, მაგით ხშირად მომყავს მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ხო და გაბორი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ არ დასვათ კითხვა რატო ალკოჰოლი, დასვი კითხვა რატო ტკივილი. ანუ რა ტკივა, რა სიყუჩებ ამ ალკოჰოლით. ან ამ ნარკოტიკით რა სიყუჩებ, თორე სინამდვილეში გასაყუჩებელი რო არ იყოს, ეგ არ იარსებებდა. ანუ რაღაცა ტკივა. ეხლა გასაგებია რომ გასართობათო მიდიხარ თვეში ერთხელ მეგობრებთან ერთად და რაღაცა სხვა არის. ან კვირაში ერთხელ, ან თუნდაც ვიკენდზე, მაგრამ ვიკენდი მე ხდება კვირაში 3-ჯერ, მე კვირაში 4-ჯერ და მე ყველაფერი ებმის ერთმანეთს, რომ გამოდიხარ იმისთვის, რომ შეხვიდე თავიდან. და ბოლოს ხდები ტყვე ამ ჩვევების. ხო და აბსოლუტურად ყველა ადამიანს ურჩევდი, რომ ცადო სიფხიზლე რამდენიმე წელი მაინც, ვისაც ამის პრობლემა აქვს. წელი კი არა თვე ცადოს, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ვატყუებთ ხოლმე ჩვენს თავს, რომ აურაცოდავს სვამე და კალენდარში რო ჩაიწერო, ნაიმაცი ვართან რო განკრა, ჩაიწერო რაოდენობა რა, აი სინამდვილეში რამდენ სვამ. ნუ აი შეიძლება გაგიშდე რა, ადამიანები იმდან ალკოჰოლს სვამთ და ვატყუებთ ხოლმე საკუთარ თავს. უბრალოდ მე ისი თქმა მინდოდა, ანუ სიფხიზლე ჩემთვის ცხოვრების ყველაზე ლამაზი და საინტერესო ეტაპი იყო, მაგ დროს დაიწყო ყველანაირი ძიება და გამოჯამრთელება ყველა მხრივ, ფიზიკურადაც, ფიზიოლოგიურადაც. უბრალოდ რა მოხდა იცი ჩემ შემთხვევაში, რომ პარალელურად, სიფხიზლის პარალელურად მე ძალიან ბევრს მუშაობდი ჩემს თავზე, ყოველდღიურ რეჟიმში, რა ყოველდღიურად მირეკავდა ვიღაც ადამიანი, ყოველ დღე, 1 წლის განმავლობაში რა, მერეც გაგრძელდა, მაგრამ 1 წელი ყოველ დღე ერთ-ერთზე ვესაუბრებოდით და აი ამ ძიებაში ვიყავით, რომ აი რას ვაკეთებ არასწორად, სად ვარ ეგოცენტრული, როგორ ვუდგები ჩემს მენეჯერს, აი ყველაფერში ჩართული მყავდა რა ის ადამიანი, ეგეთი მინდობა მე არასდროს არ გამიკეთებია და ნუ სასწაულის შედეგიც გამოიღო და მე ჩავთვალე მე უკან რო გავიხედე, რომ ეს ყველაფერი იყო სიფხიზლის ბრალი. ანუ მარტო სიფხიზლეს მივაწერე რა ეს შედეგი და რეალურად ამის დამსახურება იყო რა ამ ჩემი სულიერი ძიების და მაგიტომაც პრო ვიწროდ უყურებდი და აი სიფხიზლეს მივეჭაჭა ეგეთი რამე თუ არსებობს საერთოდ რა ხო ხვდები რას ვიძახი რომ და აი მაღიზიანებდა და აი პატივს არ ვცემდი იმ ადამიანებს ვინც ერთშიქას სვამდა აი რადიკალური წარმოდგენები შემექმნა რა რაც ასევე ძალიან დამაზიანებელია და მაგიტომაც ხა დღეს რასაც საუბრობ არის ხო ხვდები ახალი გააზრებული მაქვს რომ იჯაჭვილი ვიყავი სიფხიზლეზე და მაქედან გამომდინარე თორე ალკოჰოლში კარგი არაფერი არ არის, ნამდვილად არაფერი არ არის. კი ის რო ხარ ტიპსი, აი ცოტა რომ შეგათრობ სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაგასაც რო ჩავეძიოთ რა შინაარსით არის ხელოვნური მდგომარეობა რა. და მაგ დროს შენ ანუ არ ურთიერთობ ცხოვრებასთან გულწრფელად, რაღაცას ფარავ. რამდენად მგრძნობიარე ხარ ადამიანი და რამდენად ამას პრიორიტეტს ანიჭებ, რომ სულ გულწრფელად ურთიერთობო ცხოვრებას, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ხო. თამასი. ანუ ინდუისტურად ყველაზე დაბალი სახის ვიბრაცია. ხო? ანუ ალკოჰოლი არის კავშირში, ალკოჰოლი და დრაგი არის კავშირში თამასთან. ხო და აი პაუზას რო იღებ ამისგან. ჯერ ხო სხვებს აკვირდები რა, რამდენ წვეულებაზე ვყოფილ ვარ, სადაც მარტო მე ვიყავი ფხიზელი და ნუ თავიდან ერთი ჭიქაც და შეზარხოშდებიან და 2 საათს მერე რა ემართებათ და რა თემებზე საუბრობენ და როგორ იქცევიან და აი არაფერი მაგაში გასართობი არ არის რეალურად რა, აი ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, ცოტა გულიც გწყდება და ის მომენტიც გიჩნდება, რომ აიმე, მეც ესე ვიქცეოდი რა, აი რაღაც თემებზე ხო ხვდები აი პიანი ბაზარი რასაც გვია რა რუსულად, რომ აი არანაირი კავშირი თქვენ შორის არ არის, აი რაღაცა ეგო და რაღაცა გამოგონილ ამბებს რაღაცებს ლაპარაკობთ და მაგას არ თქმევ გართობას და რეალურად ეგ მე მგონი ტანჯვა უფრო არის ვიდრე გართობა. პლუს მეორე დღეს როგორ არიან, ხო? სხვა კუთხიდან რო შეხედო, ხო, ძალიან ესეთი. ძალიან საინტერესო არის მაპატია რო გაგაცხოთ, ინე კაბალისტურად არსებობს ეგეთი კონცეფცია, რომ ალკოჰოლი არის სესხად მიღებული ენერგია, რომელიც უნდა ჩაასხო მეორე დღეს. სხვაშორის ესე ხსნიან იმას, ოქია, ნაბახუსებს, რომ ბახუსი ეგ არის, რომ მეორე დღეს ის ენერგია, რომელიც დაუმსახურებლად მიიღე ალკოჰოლისგან, გაქვს ჩასასხებელი უკან
და გერთმევა რა ენერგია და ფიზიოლოგიურადაც ხო ეგრეა რაც გამოიყენებ ჰორმონებს ზედმეტს უნდა ანაზღაურო რა მეორე დღეს მესამე დღეს რაც უფრო ხშირად სვამ მერე უკვე შენი კარგად ყოფნის ბაზა ჩამოწ ძალიან ქვემოთ ხო ეს ხაზი ადრე თუ იყო აქ ნელ-ნელა ჩამოყავს და ეს შენ დაიწყე სიფხიზლეზე ვიდეოების ჩაწერა სწორედ გავიგე თუ რა ხო მე დავიწყე სიფხიზლეზე ანუ ნიშა დავირჩიე ეგ რა ანუ ძალიან დიდი გზა გამოვიარე სანამ მე ქართულად დავიწყებდი ვიდეოების ავტორიტეტს ეს საინტერესოა რა მოყვე ეს ძალიან დიდი გზა ანუ 1 წელი ჯერ ვიყავი ნუ ჩემი ნიშის პოვნაში იმიტომ რომ ხო გაგაგიჟებე საერთოდ ამ სოციალურ მედიაში თუ შეიჭყიდები გაგიჟდები რა იმას გულისხმობ რომ ძალიან ბევრი კურსი შევიძინე მე პროფესიითაც კი მქონდა რაღაც ცოდნა მაგრამ სოციალური მედიის ხრივ არ მქონდა რა ესე ცოდნა და ძალიან ბევრი კურსი შევიძინე უცხოური ძალიან ბევრი ყუთში ჩამსვეს აი რა შეიძლება ვიწრო ნიშა რა შეიძლება ვიწრო ნიშა ესეთი ვიდეოები ესეთი არა და აი აბსოლუტურად რომ დავკარგე რა ჩემი პირვანდელი სურვილი და აი წვლილი შეტანის მუღამი რომ საერთოდ გამიქრა და გახდა ეს ერთგვარი თამაში რა, ანუ ალგორითმთან შეჭიდება, რომ აი რა როგორ უნდა გავაკეთო. როგორც ეგო გვადგება რაღაცებში, ეგეც ისე გვადგება. დღეს ეგ ცოდნა ჩემში დალექილია და ავტომატურად ბევრი ფიქრის გარეშე ვიყენებ რაღაც ელემენტარულ რაღაცებს. მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო რა თავიდან, რა ვინ ვარ, აი ამ ხალხად ცხოვრება როგორ ჩავატიო ერთ პატარა ნიშაში, რაზე ვისაუბრო, ვის ვესაუბრო. როგორი სახე მივიღო საუბრისას ამ ძალიან იმის ბრენდინგისკენ წავედი და შეფუთვისკენ ჩემი თავის და ამაგაში არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდა რა, ძალიან დღემდე მიჭირს აქ. რომ დაურეკე შენს გუნდს ინტერვიუზე, ეგ უთხარი, რომ ვერ შეფუთვა მე ჩემი თავის არ შემიძლია. არ ვიცი დღემდე რა საქმიანობ და რა დავარქვა ჩემს თავს. ეგება ეგ არის პეცი შენი. ხო, რა რაღაცა შეიძლება ეგ იყოს, რომ რაღაცა მიყვები გულწრფელად ვიდეოებს როგორ ვიღებ იცი მაგასაც მირჩეოდნენ რომ აი ერთ დღეს ჩამოწერე იდეები მეორე დღეს გადაიღე მესამე დღეს დაამონტაჟე შეიძლება ეგ უფრო კარგი იყოს time management-ის ხრივ მაგრამ მე აი უცებ გავიღვიძებ და ორა კაი ხასიათზეა რომ ვიდეოები ჩავწერო დავდგა მაივანზე და ვლაპარაკობ კი ვიდეოებს ერთ მისვლაზე ვწერ 5-6 ვიდეოს მაგრამ აი როცა ვიგრძნობ მუზას მაშინ ვაკეთებ და შენ ვიდეოების ჩაწერა დაიწყე, მე გვიან შემომჩნია შენი არხი, საკმაოდ გვიანებით რომ მოზრდილი იყო შენი არხი, უკვე რამოდენიმე 1000 გამომწერი ყავდა და მაგრამ შენ დაიწყე ინგლისურად დაიწყე? ოკეი. ინგლისურად დავიწყე. კომპანიაში როცა მუშაობდი და ყველა ჩემი ნუ უფროსი ხო დავბლოკე, მაგრამ ყველა დავბლოკე რომ არავის არ ენახა, იმიტომ რომ კონტრაქტიცაც აკრძალული მქონდა რა, სხვა საქმიანობის კეთება. ძალიან ისეთ სასაცილო ისტორია, ყველა დავბლოკე და ნუ ინგლისურად ვდებ, ოღონდ აი ისეთ ვიდეოებს ვდებ რა, აი ძალიან განცდებში როა რა ადამიანი, აი სიფხიზლე, რაღაც და და ჩემმა მიპოვნა რა. და ჩემი აი სექივი რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ნატაო რა ვიციო, ძალიან მომწონს რას საკეთებ, მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავიო რა, რაღაც რეპუტაციაზე იმაზე. ამაზე მე კი ძალიან გავღიზიანდი, კი დავინახე მისი მზრუნვა ამ ყველაფერში, მაგრამ რაც მომენტში გავღიზიანდი, მეთქი მე რაც გულწრფელიო, რასაც მინდა იმას ვაკეთებ, თუმცა რაღაცა მაინც გამოიწვია ჩემში რეაქცია და დავფიქრდი რამდენად გულწრფელი ვიყავი რა იმ ვიდეოებში და არ ვიყავი, არ იყო სიფხიზლე ის თემა, რაზეც მე მინდოდა კონტენტის დადება. მან ვერ ვხედავდი ჩემს თავს, უკვე ამოწურვის ბოლოში ვიყავი. ხო იცი ურთიერთობა რო სრულდება რომანტიკული და ფოტოებს რო ამიქნებენ. ვაი, მე როგორ გვიყვარს ერთმანეთი, აი ეგეთი ფაზა მქონდა რა, სიფხიზლის და მე უკვე გადავედი რამდენიმე თვეში ზოგადად well-being-ზე და ნუ ინგლისურად ვწერდი ვიდეოებს, ძალიან მიჭირდა კამერასთან საუბარი, აი საათობით ვიჯექი და სიტყვას ვერ ვაბამდი, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად კარგად ვსაუბრობდი. და დაახლოებით 7 თვე მყავდა 300 ფოლოვერი. თუმცა ძალიან მაგარი გამოცდილება იყო, ვიღაც უცხოელები გავიცანი, ვიღაცებთან გადავიკვეთე. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ეხმიანებოდათ ჩემი კონტენტი. შენ ამ დროს მადრიდში? მე ამ დროს ვარ მადრიდში, კი, მადრიდში ვცხოვრობ. და მე რაც ისე მოხდა, რომ ყველა მეუბნება, რომ ალბათ იმიტომ დაიწყო ინგლისურად ვიდეოების დადება, რომ დიდ ბაზარზე გინდოდაო გასვლაო რა და არ იყო ეგ ჩემი განზრახვა.
მე უბრალოდ ძალიან მეშინოდა ქართველების რეაქციის, რა, იქაური მეგობრები არ დაქცინებენ და არ გაგაკრიტიკებენ რა, რაც გინდა აკეთე, ეგეთი დინამიკა მქონდა იქაურ მეგობრებთან და ქართველები, თან ძველი სკოლელები, ხო იცი, მეორე კლასის მერე რო არ გინახავს, მაგრამ რო გონია, რომ ეგეც ჩემი შიდა კონფლიქტი იყო, რა თქმა უნდა. ეგ მაგის მეშინოდა, რომ აი საქართველოში რო რამე შევრცხვე, აი როგორი ფიქრები მომდიოდა, იცი, რომ აი რო დავდო ეს ვიდეოები და გავაზიარო ვინ ვარ სინამდვილეში და რო შემიწულან მე რა გავაკეთო. ჩემს ქვეყანაში ვეღარ დაუბრუნდები, აი როგორი გიჟური ფიქრებია, ხო? გიჟური ასე გონია იმას და ეხა რა ქნას ეხა იმის ეს ხო შის დიდი თვალები აქვს და რეალობას აცდენილი რა სინამდვილეში ეგრე ვერც მოხდება. როდის გაბედ, რამ გაგაბედინა ქართულად რო ჩაგეწერა კონტენტი? რამ გამაბედინა თბილისში დაბრუნებამ რა, რაც საქართველოში რო ბრუნდები, სახლში რო ვარ, ჩემებს რო ვნახულობ, ეგრევე რაღაცა ის safety უსაფრთხოების შეგრძნება შემოდის. აუზზე ვიყავი და აუზზე ამოვიღე მობილური შეძლონგზე ვწევარ. დავჯექი და ყველანაირი მომზადების და ყველაფრის გარეშე ვთქვი, რომ დღეიდან ვიწყებ ამის კეთებას და დავდე. ეს იყო ოქტომბერში. ოქტომბერში შაშა. ხო, აი 1 წელიც არ გასულა რა, 7 თვეა გასული და მაგის მერე აი როგორი გრაფიკი მქონდა, იცი, მუშაობდი 9-დან 7-მდე, ლანჩის დროს გავირბენდი ხოლმე მზიურში, დისტანციურად მუშაობდი. მზიურში გავირბენდი, ვიდეოებს ჩავწერდი, დავმონტაჟებდი, დავდებდი. და ეგრე ვაკეთებდი რა კვირების განმავლობაში. ყველანაირი მოლოდინი გავუშვი იმის, რომ გამეზრდებოდა გამომწერების რაოდენობა. დადებულიც კი მქონდა სტორი 1 დღით ადრე რა, სანამ გავარდებოდა ჩემი ვიდეოები, რომ მე ამას ვუშვებ, სულ რო არ ქონდეს გამოხმაურება, 1 წლის განმავლობაში მე ამას ვაკეთებ. რაც აი გადაწყვეტილება მივიღე და მეორე დღეს გავარდა და იმის მერე ყველა რილი გავარდნა. ჩემი ლუკა, ჩემი პარტნიორი მეღადავება ხოლმე, რომ ყველა რილი ბუსტია შენთვის. დადებ რა, ცოტები უკვე. ლუკა პარტნიორი რაშია? სიყვარულში. სიყვარულში და საქმეშიც რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რა. მაგან გამამხნევა იმ მომენტებში, როცა არ მჯეროდა ჩემი თავის და ეს ყველაფერი ჩემთან ერთად გამოიარა, ეს ნიშა. დარწმუნებული ვარ მაგარი დაღლილი იყო რა ამ საუბრებით. ნიშა და ვირა დავდო და როგორ დავდო, მაგრამ ყოველი საუბრისას თვითონ პროაქტიული იყო რა, აი მსმენელი და დამხმარეა. სასწაული. თავის წვლილი აქვს, აი რა, წვლილი შეტანაო. წვლილი შეტანა, ხო, დაბადების დღეზე ვთქვი, რომ ლუკა არის 70%, მე 30. ალბათ გადამეტებულია, მაინც. ალბათ 50-50 ვართ. სამაგარია. მოკითხვა ლუკას არ ვიცნობ, მაგრამ გაგაცნობ. მოკითხვა მაგასაც. იცი რა მითხარი, კონტენტი, ანუ პირველი იყო კონტენტი. ხო, ანუ პირველი მოყვა კონტენტს რეაქცია და ამითი მივხვდი რას? ამითი მივხვდი იმას, რომ შესაძლებელი იყო ამ ხრივ განვითარება რა, ეგრევე დავინახე მომავალი, რომ მე რასაც წარმოვიდგენდი ჩემს ოცნებებში, რომ აი 10,000 გამომწერი მინდა მყავდეს. რა, ეგ მეწერა კიდევაც ფურცელზე. მანიფესტაცია გაიგეთ. უორენ ბაფეტის. ხო, აი მანიფესტაციათან სიტყვა საერთოდ არ მეხმიანება, რაცა ის მაგაროცი, მიუღებლა მაგ სიტყვის, ხო, რატომაც, მაგრამ აი უორენ ბაფეტის ინტერვიუს უსმენდი და რაღაც ძალიან მარტივი ტექნიკა არისო რა, როგორ უნდა დაისახო მიზნები და მიაღწიო რა მასო და ამას დეკემბერში უსმენ. ჩამომაწერინა 30 სურვილი რა, ისი მიღწევაც მინდა და აი რეები მიწერია, იცი, იოგი მინდა გავხდე. რაღაცა მინდა სასწავლო საჭმელს ვაკეთებ და იქ სახლი მინდა აქ რაც და 30 სურვილი ჩამოვწერე და ნუ ნალ-ნალა გამცირებინებს და გატოვებინებს 3-ს. და გეუბნება, რომ ის ყველა 27 დაივიწყე. ის საერთოდ როცა მოგივა მაგაზე ფიქრის სურვილი და განხორციელების სურვილი ეგრევე გადააგდე გვერდით რა. იმიტომ რომ შენ გართმევს დროს და რესურსს, რომ რეალურად იმაზე ფოკუსირდე, რაც მნიშვნელოვანია და თითქოს ესეთი მარტივი და მშრალი ტექნიკა სასწაულად დამეხმარა. 3 რაღაც დავისახე. 10,000 გამომწერი მეწერა, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური, ძალიან უნდა კონკრეტდეთო.
არ ვიცი რამდენად კაი იყო მან რიცხვის დაწერა, ალბათ უმჯობესია რომ თვითონ ქმედება დაწერო, იმიტომ რომ შედეგს მაინც ვერ ვაკონტროლებთ რა, ქმედება უფრო სწორია რომ დაწერო. მაგრამ 10,000-ზე ქმედება რა, ყოველდღე კვირაში 3 ვიდეოს დადება. კვირაში 3 ვიდეოს დებ. სტანდარტ ოქტომბრიდან დაწყებული, მაგ დისციპლინაში ხარ. ხო, ეხა გარდასახვაზე რომ მუშაობდი, ცოტა ავურია, იმიტომ რომ გარდასახვა გახდა პრიორიტეტი, 30 ვიდეო და მედიტაცია ჩავწერე, მან ძალიან ისე შევედი. ძალიან თავით შევედი, ვერ გავთვალე, შეიძლება ითქვას. გავთვალე, როგორ ვერა, უბრალოდ კონტენტი მეორე ხარისხოვანი გახდა. მაგრამ ვაპირებ, რომ განვაახლო, ხო, 2-3 ვიდეო რა. ისე რომ ყოველდღე რაღაცავდო, არ მინდა, ჩემ გრძელვადაში ისე დამგლის, რომ მე დიდი პაუზის აღება მომიწევს. იცი რა მითხარი, მე მოვისმინე, რომ შენზე ასაკით უფროსი ხალხი არის შენ სემინარზე, შენ workshop-ზე. კი. და როგორ არის მასე? ხა იგიც ხო საინტერესო 27 წლის გოგოსგან როგორ უნდა ვისწავლო გარდასახვა. ანუ არ ჩდება ეს თემა, ანუ რაღაცა კუთხით. მოდი პირდაპირ გეტყვი, პირადგან ვითარებაში შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წინ წაწეული ტიპი, ვინც მე მინახია ამ სფეროში. და ხა ამ სფეროში მეტნაკლებად ბევრ ადამიანთან მქონია შეხება, მოდი ესე ვთქვა და შენ ასაკში ხა ეგეთ ადრეულ ასაკში როგორც არის 20-21 წელი, რავი, არ ჯდებიან გოგოები და არატრიალებენ ფოკუსში გნით რა ხდება. ანუ მეწივად ეს ხდება, თუ ხდება, მეწივად, არ მინდა სტიგმა და ვაფუძნო აქ, მაგრამ მეწივად უფრო შუა ასაკისკენ თემა არის, ვიდრე 20-21 წლის ასაკის. და ხა ხარ 27-ის, ხო? და 27 წლის ასაკში გარდასახვას ასწავლი, რავი, 40 წლის ქალებს. რამდენიმე 40-საც არის. ესე 20 წლიდან არის რამდენიმე 20 წლის არ არის. ჩემხელები არიან და უფრო დიდები. ოკეი. იცი რა, ჩემში არ არის აქ შიდა კონფლიქტი, რომ ადრე იყო, იმიტომ რომ მე 20 წლის ვიყავი, მე ხომ მოხალისეობდი 5 წელი რა, ანუ სპონსორი ვიყავი, ეგრეთ წოდებული, ემოციურად მიჯაჭვული ადამიანების. 12 ნაბიჯის პროგრამაში. ხო, 12 ნაბიჯის პროგრამაში წლები რა და 30 ადამიანთან მქონდა ურთიერთობა ამ წლების განმავლობაში და 20 წლის ვიყავი, როდესაც მყავდა 45 წლის ქალი. და იმაშინ არ ვიყავი მე მაგისთვის მზად რა, ვერ დაუდექი მე გვერდში, მქონდა სულ არასრულ ფასოვნების შეგრძნება და არ იყო რა, ნაყოფიერი ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ვიყავი მზად და შიდა კონფლიქტიც მქონდა, რომ ჩემზე ორჯერ დიდ ადამიანს მე როგორ უნდა დავეხმარო და დღეს ჩემში ეგ კითხვა საერთოდ გამქრალია, აი როცა ვესაუბრები ჩემზე დიდ ადამიანებს, მე არ მაქვს ეგ განცდა. თვითონ თუ აქვთ, არ ვიცი, არ მიკითხავს. ნუ მათი პრობლემა აქვს თუ აქვს. მაგრამ იცი, მეც მყავს, აი 21 წლის მეგობარი მყავს, ხა მე ისეთ ასაკში ვარ, 15 წლის პატარას ვერ ვემეგობრები ჯერ. თუმცა აი ჩემს მას ვეკითხები ხოლმე, რჩევებს 14-ის არის და ეგ ხო, ნუ ესეთ ბანალური რამე უნდა ვთქვა, მაგრამ ასაკზე ხო არ არის მართლა რა, რაღაცა მე სხვა ტიპის ცხოვრება მქონდა, სხვა გამოცდილებები გავიარე, სხვა მიგნებები მაქვს, იმას საერთოდ სხვა და შეიძლება ზუსტად ისჭირდებოდეს, რაც მე მაქვს. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. და ხშირად ეგრე არის ხოლმე. ყველაზე ჩართულები არიან ხო 35 წლის და ზევით ადამიანები, იმიტომ რომ ყველაზე მზად არიან კიდევ ესეთი ცვლილებებისთვის. ისე ვიმეორებ ეგოს მომწიფების ლოგიკიდან გამომდინარე, რაც ასაკთან ახლოს არის. შუა ასაკი საერთოდ შუა ასაკის კრიზისის გამოთქმას არ ვეთახ, მე მგონია რომ ბრენდინგში დიდი შეცდომა არის კრიზის რო ეძახიან, სინამდვილეში არის შუა ასაკის შესაძლებლობა. გარდასახვა. ხო, მე იცი რა, ძალიან საინტერესო რაღაცა არის. ერთ-ერთ ვიღაცასთან წავიკითხე, არ მახსოვს ვისთან, რომ აი ამ შუა ასაკის ტერიტორიაზე რო შედიხარ, გაქვს ორი გზა. ან გაიხედო წინ, რომ წინ აწი ციკლია და საზრისებს მიხედო და დაალაგო და მეორე ნაწილი იცხოვრო უფრო საზრისიანად, ან შეგეშინდეს ამ გააზრები, შეტრიალდეს ზურგით და მაქსიმალურად ამტკიცო, რომ ხარ ახალგაზრდა და ჯერ არაფერი, ჯერ კიდე ცხოვრება წინა. ანუ რაღაცა კუთხით არის ეგ არჩევანი მაგ წერტილში და გინდა არ გინდა ხადა ბევრ რაღაცა ხდება ადამიანების ცხოვრებაში, ისე ცხოვრება, ამას ვეძახი აერბაგებს, ანუ
ზოგადად მე მგონია რომ ტრანსფორმაციას აქვს თავისი airbag-ები ჩადგმული, მანქანაში ხო არის რაღაცები, მაგალითად ასეთი airbag-ი როგორც არის, რავი, როდესაც ოჯახი ინგრევა, იმ დროს ხო თნიანად სისტემა ყანყალებს დაჯერებების და იმ მომენტში ისეთი ნაპრალი შეიძლება გაჩნდეს, რომ იმ ხელაცნობიერება შემოვიდეს, რომ ხდება, ან შეიძლება ახლობელი ადამიანის სიკვდილი, შეიძლება იყოს მეგობრის დაკარგვა, ანუ რაღაცეები ხდება ცხოვრებაში. და ის რაც ხდება ცხოვრებაში, ყოველთვის არის რაღაცა კუთხით შესაძლებლობა ნაპრალი არის, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ ჩდება თრიანი ჩემი სტრუქტურა, დაჯერებები და ყველაფერი რაც მაქვს ცხოვრებაში. და იმ მომენტში შეიძლება სრულად გარდავისახო შენი ტერმინი რო გამოვიყენო ხა ტრანსფორმერი რა მნიშვნელობა რა ტერმინს გამოვიყენე ფარსი ხო ერთია. ამიტომ რაღაცა კუთხით შენ საინტერესო кейსი ხარ ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ადრეული ასაკიდან გაქვს ფოკუსი შიგნით, ძალიან ადრეული ასაკიდან იქიქები შენში და მოკლედ ალაგებ თაროებს და წე ხა შეხვდი და წე აი სხვებსაც ეხმარები და ძალიან მაგარია ეგ და თავისი ისიც აქვს დინამიკა ჩემს ასაკს. მაგასაც ვიაზრებ, რომ 27 წლის ვარ და თავისი ეტაპები აქვს, მგონია ყველა ასაკს. იმასაც ხვდები, რომ მიდუხს სისხლი, აი მაგას გვწნობ, რომ სისხლი მიდუხს. აი იმასაც გვწნობ, რომ რაღაც ის კეთების სურვილი არის ახლა პიკში ჩემთან. რაც შესაძლოა 40 წლის მერე ნელ-ნელა ჩამოვიდეს ქვემოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემოტივირებული ვიქნები, მაგრამ მგონია, რომ სხვა ეტაპზე გადავალ თუ მიწერია მაგდენი ხანი სიცოცხლე, ხო ეგეც ალკე თემაა. მაგაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ჩემი დაჯერება რა, რომ რადგან ესეთი ტემპით მივდივარ, თუ რაღაც ესეთი სწრაფად მოხდა ხო რაღაცების გააზრება, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მალე ვასრულებ, ხო? გასასვლელი მალე. არ ვიცი რა, მეც ვიცნობ ხა ადამიანებს, რომლებიც 18 წლის არიან, თქო გავიცანი, გავგიშდი, ისეთი გაცნობიერებული. რაღაც ძველ სულსაც ხო ეძახიან, რაღაც ქვეყნებში, ტრადიციებში. კი. ხო, შეიძლება ეგეთი რაღაცა ხდებოდეს. იცი რა მითხარი და ეს რაღაცა კიდე ციგნის კლუბი რო გააკეთე, მაგაზეც მომიყევი, ბარემ ორი სიტყვით. ეგეც საინტერესოა. ციგნის კლუბი, მოკლედ ახლა მე მაქვს ორი პროდუქტი რა, ეს დენაზე რო ვისაუბროთ, ერთი არის გარდასახვა და მეორე არის ციგნის კლუბი. ციგნის კლუბზე ბევრი არ მიფიქრია, გულწრფელად არის ძალიან ექსპერიმენტად შექმნილი პროდუქტი, იმიტომ რომ მქონდა შიში დიდი რაღაცის გაყიდვის. აი ეგ შიში მქონდა, რომ აი რაღაცა ინტენსიური კურსი, რომელიც არც ან ძვირი არ არის, მაგრამ ძალიან ბიუჯეტურიც არ არის. რა, რაც მინდოდა, რომ მანამდე რაღაც უფრო პატარა. და გარდასახვა ერთთვიანია? ერთთვიანია, მაგრამ ინტენსიური. ინტენსიურია ძალიან, ანუ ძალიან არა. დისციპლინას მოითხოვს, რა, ყოველდღე მოითხოვს 20 წუთს. ოკეი. და ამას გარდა და რა არის ეს კურსი? 700 ლარი. 700 ლარი. და სანამ პირველივე პროდუქტს გავყიდი, ნუ შეიძლება ითქვა საშუალოდ უფრო მაღალი ფასის, მინდოდა რომ რაიმე უფრო პატარათი გამეხსნა რა, ეს გზა, იმიტომ რომ მივხვდი რომ გაყინული ვიყავი რა, თვეები მინდოდა ამ კურსის დაწყება, როგორც გითხარი წლების წინ გაჩნდა იდეა. მაგრამ ვერ ბედავდი და ის ციგნის კლუბი იყო უბრალოდ ერთ დღეს, აი ბოლოს რომ დამღალა რა ამ ტკივილმა, რომ დადე არ დადო, არ იმსახურებ, არავინ არ იყიდის, ეს ქაოსი რაში და უცებ გავარღვია ეს ციგნის კლუბით და დავჯექი და ეგრევე მოვიფიქრე ესეთი პატარა პროდუქტი, რომელიც მარტივად ეს იქნებოდა, მარტივად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. რომელი უფრო წარმატებული რა მხრივ, რომელი უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის, ვერ გეტყვი, ორივე ძალიან მაგარი აღმოჩნდა და რას ვაკეთებთ? ვიკრიბებით 2-ჯერ ან 3-ჯერ ონლაინ, მაგრამ თუ ხასიათზე ვართ ფიზიკურადაც, მეგობრობთ ერთმანეთში, აქ არ არის ის, რომ ერთი არის კაპიტანი და დანარჩენი დაქვემდებარებული, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ჩვენ ტემპით ვკითხულობთ წიგნს, ჯერ ვკითხულობთ ნახევარს, მერე ვიკრიბებით და განვიხილავთ რაღაც მთავარ თემებს, რაც გვეხმიანება ამ წიგნიდან. და მთავარი ღირებულება ამ ჯგუფის არის ის, რომ გულწრფელად ვაზიარებთ რა ის რაღაცებს, რასაც ზოგადად არ ვაზიარებთ ხოლმე და ისეთი რაღაცები ითქვა მაგ ციგნის კლუბში, ტირილებიც იყო, ყველაფერი იყო.
რაც მონაწილეებს უთქვამთ, რომ არავისთვის არ გაუზიარებიათ და ეს ჩემთვის რატომღაც ძალიან ღირებულია. კარგი. ეხლა გკითხავ. და ლუკა არის მაგზაზე? აუ რა. გადაურეკავ. თუ მაგ უფლება რომ ვისაუბრო. ლუკა აი დაინტერესდი, იმიტომ რომ რა არის, იცი, თითქოს ეგეც რაღაცა ხო იცი, ცნობის მოყვარეობა არის ლუკა მაგზაზე, ანუ არის თუ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ეხა შენ გაძლებს სივრცეს, რომ მაგზაზე იყო და ის რაღაც თავის გზაზე საერთოდ რო არ არის კავშირში პიროვნულ განვითარებასთან და ზრდასთან და სულიერებასთან, ანუ მიყვება თავის გზას. მაგზაზე არის აი რას გულისხმობ უფრო? დამი კონკრეტო. აი რა მეგზაზეა პიროვნული განვითარების კუთხით მუშაობს თავის თავზე? ზოგადად როგორც ტიპაჟი ძალიან განსხვავდება ჩემგან, მე ლუკა რო გავიცანი, ეგრევე იმით მოვიხიბლე, ასე ვთქვათ, რომ პირველად ვნახე ეგეთ სულიერი სიღრმის ადამიანი, ანუ რაღაცნაირად ლუკა არის ჩემთვის განსხვავებული ტიპაჟი, იმიტომ რომ ბევრი შრომის და ტანჯვის გარეშე აქ ის სულიერება, რისთვისაც მე ამდენს ვიბრძვი. მიეცა? ხო, მთლად ეგრე არ მიეცა, ეტყობა რაღაცა ძალიან ჯანსაღ გარემოში გაიზარდა, ძალიან მე ესე ვაფასებ ყოველ შემთხვევაში. ნუ ყველა გარემოში არის რაღაცა შეცდომები, მაგრამ ესეთი გული აქვს რა, ძალიან დიდი, ღია გული აქვს. თუმცა ეხა თვითონაც მიაგნო რაღაც თვისებებს, რაც მას აზიანებს, თუნდაც ეს ზედმეტი დახმარება სხვების და სხვების წინ დაყენება და ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს. ასე რომ კი, ესეთი ტენდენციაა, რომ აი მე რაღაცას რო ვეუბნები, აი ვიღაც ფსიქოლოგი მომწონს, მაგალითად, ხო ესტერ პერელი არის ესეთი ფსიქოლოგი ურთიერთობების, რომელიც 5 წლის წინ აღმოვაჩინე. მას უთხარი რამდენიმე წლის წინ და აი 2 თვის წინ უცებ მოუნდა და მოусმინა რა, ანუ ეს ადიდად არ ვაკონტროლებ რა, ანუ გაშვებული მაქვს ეგეც ზუსტად ფეხდა მყვება თუ არა, მაგრამ რო ვესაუბრები ესმის. მე მოსმენილი ვარ ურთიერთობაში და როცა რაღაცას ვაზიარებ, მაგის განცდა რომ იმან გაიგო რას ვიძახი რა, ანუ სიღრმე არის. და ემოციურად მე ვიტყოდი რომ იშვიათია კაცი, რომელიც ემოციურია რა, რომელსაც აქვს ეს კავშირი ემოციებთან და ინტუიციასთან. ლუკა ეგეთია რა, აი ვეხუმრები ხოლმე რა. ვერაფერს ვერ მოვატყუებ რა, აი ვერც გაიფიქრებ, სანამ შენ გაიფიქრები. იმან იცის რომ შენ მაგას ფიქრობ. ამბივალენტური ადამიანები რა, ხო იცი, რაც ენერგიებს რო ძალიან გრძნობენ. ესეთი აცდენა მაგაში ნამდვილად არ არის. და კითხვა მაქვს, და ამ კონვენციული ფსიქოლოგია, კოუჩინგი, ეს ტრადიციული რაღაცები რაც არის. მაგითკენ არ მიგიწევს გული, როგორც ხვდები, ხო? არ არის შენი სხვა გზით მიდიხარ, ვცდილობ შენი გზა გაჭრა, ანუ არც მიმიწევს და არც არ მიმიწევს. ალბათ რაღაც ეტაპზე მინდა. მე მაინც ძალიან ვცემ პატივს განათლებას, რა ეგეთი ვარ, რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის განათლებაც ამ ყველაფერთან ერთად. ნუ არაფერში არ დაგაზიანებს რა განათლებაც რო გქონდეს და პლუს შენი სულიერი მოგზაურობა. თუმცა ხო აი კოუჩინგის მიმართულებით თითქოს არ მიმიწევს გული, რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე და ვიცი დაახლოებით რაც არის. შესაძლოა მომავალში თუ კომპანიებთან მომინდება მუშაობა და ეგ მნიშვნელოვანი იქნება გავიარო, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვაპირებ. და აი ფსიქოლოგია თერაპია მაინტერესებს კი და აუცილებლად ვაპირებ, რომ ვისწავლო. ძალიან მაინტერესებს სხეულებრივი თერაპია, სომატური თერაპია. და ეხლა შემოვინა მე მგონი სომატური თერაპია საქართველოში ისწავლება, უცხოელები ჩამოდიან. მე მაგათ მივაგენი, somatic experiencing ქვია, საერთაშორისო ყველაზე მაგარი და ძალიან მაგარია, ანუ საერთოდ საქართველოში ეხლა ვლაპარაკობდით რომ არ ვიცი, იმდენი ჰილერი და იმდენი თერაპია და იმდენი რაღაცა ვითარდება, რაც გასაოცარია, იმიტომ რომ 10 წლის წინ, რავი, სტიგმა იყო იმხელა, მე რომ გზას ვისყებდი, როცა 10 არა 12 გავიდა უკვე, მაგრამ მაშინ საერთოდ ხარ ამოხარ. ასე ლაპარაკობ. საერთოდ. და ეხლა არ ვიცი რა გინდა, გერითი თერაპია გინდა, სხეულებრივი თერაპია გინდა, ასეთი თერაპია გინდა, ისეთი თერაპია, რა ვიცი, ბიოფიდბექი, ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაცა არის ეხლა. მე არ მოვაფრო.
არჩევანი დიდია, სპეციალისტების ნაკლებობა სერიოზული, იმიტომ რომ მაინც ეხა არ ვიცი, მე რამოდენიმეჯერ რომ მირჩიე ფსიქოლოგია, რომ მეუბნები ჯერ მესუბნები, როგორ უნდა შეარჩიო ფსიქოლოგი, მაგას ხშირად ვლაპარაკობ, მაგრამ ამ კრიტერიუმებზე რო ველაპარაკები, რამოდენიმე ადამიანს რო ურჩევ, რავი, არ ცალია იმ რამოდენიმე ადამიანს. ანუ ტექნიკურად რო შევხედოთ, ვისაც ურჩევ, ძალიან ხშირად მომდის მერე ფიდბექი, რომ ამ ადამიანს არ ცალია. ხო, სამწუხაროდ ეგრეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ახალი სფეროა, ძალიან საყურადღებოა რა, სად აღმოჩნდები. რაღაცნაირად როგორი სფეროა, რომ რამდენადაც შეიძლება რომ მეორე ადამიანი დაგეხმაროს, ასევე შეუძლია რომ დაგაზიანოს რა, რაღაც არასწორად მიწოდებული იდეა. მე მქონია შეხება, მე მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ პროფესიით ფსიქოლოგი, მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი როდის, იცი, რომ მოხალისეობდი რა 5 წლის განმავლობაში. მივხვდი, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი ადამიანებთან ურთიერთობისას, რა, როცა მათ ვეხმარებოდი, თუნდაც რაც ის დაძალება, შენკენ წამოყვანა, გადარჩენა, ხო, ეს რაც მომენტები, თავზე მოხვევა რაღაცეების და მაგიტო რაღაც ამ გამოცდილებით თითქოს მაგ, ესე ვფიქრობ, რომ მაგ შეგრძნება და პასუხისმგებლობა, რომ ფრთხილი ვარ რა ძალიან და ბევრი ადამიანი გადამიმისამართებია კიდევაც რა სხვაგან, რა, მე მაგ თემას ვერ შევეხები რა, იმიტომ რომ საფრთხილოა ძალიან. მაგრამ სამწუხაროდ, ეხლა რაც უფრო მეტ ადამიანს ვესაუბრები, ძალიან უცნაურ რაღაცებს ასწავლიან ადამიანებს რა და საფრთხილოა, როდესაც ადამიანი ეგეთი მოწყვლადია, ну ეხლა რაღაც უცნაური რაღაცები გავიგე რა და მოკლედ ეგ ძალიან ისეთი თემა არის, საფრთხილო არის საკმაოდ. ჩავი მაგია და რაღაც ეგეთი რაღაცები სიკვდილის შვილი და ეგეთი რაღაცა ისაც მძიმე დრო არის ადამიანი კიდე მაგ სიმძიმის შემოტანა შესაძლოა ძალიან ისეთი სახიფათო ადგილი იყოს. მე მადლიერებით მოგმართავ შენ რომ წვლილი შეიტანე თუნდაც იმითი რომ დათანხმდი რომ მოხვედი სტუდიაში ისაუბრე გააზიარე შენი გამოცდილება, გეგმები, ყველაფერი ის რასაც აკეთებ, მე მადლიერებით მადლობა ამ წვლილის შეტანისთვის და ნად ვის მოისმენდი, აი ამ ეხა უკვე პოდკასტის გამოცდილება გააქვს და უკვე გაქვს შენისებული რაღაცნაირი გამოცდილება, ვინ იქნებოდა საინტერესო სტუმარი შენთვის, ვის მოусმენდი, ყველას ვეკითხები, რომ ვის მოусმენდი, როგორ სმენი? ვერ ვიხსენებ იმ ქალბატონის სახელს, ფსიქოლოგი არის, ქერატმიანი ქალი არის, ვერ ვიხსენებ. ქერატმიანი ფსიქოლოგი რამდენი იქნება საქართველოს არა, ძალიან ისეთი ქალი არის, მომწოდნის მოყარე პოდკასტშიც იყო მისული და Facebook-ზე კი მყავს, თუმცა ვერ ვიხსენებ სახელს, ასე რომ შემიძლია მოგწერო და მოვაგდე. ჩვენ მივაწერთ იმით, ანუ რაღაც სიამოვნებს მაგ ქალის მოსმენა, რაღაც ისეთი ენერგეტიკა აქვს. მადლობა შენ, რომ მომიწვია და მომეცი შესაძლებლობა ამ გამოცდილების, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო, სულ მემახსოვრება ჩემი პირველი პოდკასტი იყო. კი, შენი პირველი პოდკასტია, დარწმუნებული ვარ, არ იქნება ბოლო, შენ კიდე ჩაწერ პოდკასტებს და ზოგადად ძალიან მაგარია, მე მიხარია, რომ აი ეს განცდა, რომ მეც რაღაც პატარა წვლილი მაქვს შენს ტრანსფორმაციაში მიღებული მონაწილეობა და პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამაში და იმაში რომ შენ დღეს ამ საქმეს აკეთებ, სხვა ადამიანებს ეხმარები. ეს სასწაული ჩვენ ამისთვის მოვედით სინამდვილეში მგონია რომ ჩვენ მოვედით აქ რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ და ძალიან დიდი წვლილი გაქვს პატარა არ გაქვს წინაზეც ეგ მომწერე პატარაო და ძალიან დიდი წვლილი გაქვს და ბევრი შენი ნათქვამი ფრაზა მე ჩამებეჭდა რა და რაც უფრო მეტი დრო გადის ხვდები რომ მართალს მეუბნებოდი ეხლა დრო მგონი აღარ გვაქვს რომ მაგ დეტალებში შევიდე მაგრამ მოკლედ მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღოდა ჩემს ცხოვრებაში და ეხაც ამ პოდკასტში დაპატიჟებით ასე რომ მადლიერი ვარ მუდამ მადლიერება მეგობრებო თქვენ მადლობა გუნდს ვინც მოგვემსახურა და ჩაგწერა და მადლობა მაყურებელს და მსმენელს აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და აუცილებლად მოგწერეთ რა მოგეწონათ რა არ მოგეწონათ და ვის უსურვებდით რომ ნახოთ სტუმრად ჩვენთან პოდკასტში მადლობა რომ თქვენ ძვირფასი დრო დაუთმეთ ჩვენს მოსმენას და ყურებას და ყველას მშვენიერება ცხოვრებაში გადაგვიღეთ სურათი